მოგესალმებით, ვინც ხაზზე ხართ და ჯერობით. ფსიქოლოგიური განწყობა როგორია საერთო? აი მაგალითად 60-იანი წლები 71 წლამდე ესე როგორი განწყობა იყო ქალაქში, იცი? აი ღიმილი ნაღდათ ყველას ჰქონდა. რუსთაველი ხალვათი იყო, რუსთაველის პროსპექტი. ყველა ფეხით დადიოდა და მანქანები იშვიათად დადიოდა. ზეითად ტრანსპორტი იყო, აი ეს 3 ნომერი, 2 ნომერი, სადგურიდან ამოდიოდა ტროლეიბუსები. ეს გეუნები 71 წლამდე. მე ნელ-ნელა მოიმატა. ხო? და ნელ-ნელა უკვე სიმრავლეც იყო რუსთაველის პროცესზე, მაგრამ იყო მაინც სიხალას ხალისი იყო, ხალისი იყო. საერთოდ არავინ არ იყო უცხოელი თბილისში. არავინ არც ვიცოდი თუ შემოდიოდა ვინმე. სასტუმროებში ვერან ვერ მიეკარებოდა და ძირითადად თუ შემოდიოდა ვინმე ისეც გავიდა სოცტრანებიდან, მაგრამ ქალაქში არავინ არ დადიოდა უცხოელი. ვარიანტი არ არის, ვერ შეხვდებოდი რა. იყვნენ ქართველები. ძირითადად ქართველენოვანი და აი რუსთაველზე პატარ-პატარა ჯგუფები იყო და ბირჟას რო ეწეთ საუბრობდნენ, ხო, რაღაცა ზოგი იქიდან გამოდიოდა მწერალთა კავშირიდან და იყო ძალიან კაი ადგილი ეგა რა. სისუფთავე იყო მეტი. აი ახლა შევადაროთ. ახლა ჩვენ ამ თაობის კაცი ხარ. აი ახლა რა ხდება ფსიქოლოგიურად? ძალიან ცუდი ვითარება, ძალიან ხალხი აი ძალიან განერვიულებულია და საერთოდ ხე მე ფეხით ნაკლებს გადავადგილე უფრო მანქანით მოძრაობ და აი ეს საცობები, სიგნალები, სულ რაღაცა ის ჭიდაობა, ის გაუსაძლისი. ხო, ეგ ალბათ ზურა იმის ბრალია რომ დედაქალაქი გაივსო საქართველოსთან სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსახლებული ხალხი. ასე არ იყო ჩვენ დროს. ჩაწერის ინსტიტუტი რო იყო, თბილისში ცხოვრება ძალიან ძნელი იყო. და კუთხე რაიონის სოფლებში ყველა დამაგრებული იყო. სკოლები გავსებული იყო სოფლებში, თუნდაც ისეთი ადგილები რაჭალეჩხუმის ყველაზე ისეთი ის არის თბილისიდან დაშორებული 330 კილომეტრია, ხო? აი ორხვი, ცაგერის რაიონი, ეს ყველა და იქაც კი იყო 8 წლიანი და 10 წლიანი სკოლები, სავსე იყო ბავშვები. მსგავსი რამე აღარ არის. ხო და ვინც დაამთავრებდა მე სკოლას და მოდიოდა სასწავლებლად, მას უნდა ქონოდა შრომის რაღაცა 1 წლიანი სტაჟი. მე თბილისში რო ისწავლიდა, ძალიან ძნელი იყო მისი გაჩერება, ჩაწერის იმის გამო, ინსტიტუტის გამო და თუ ნათესავები ჩაწერდნენ, რაც იშვიათობა იყო. მე ვთქვათ, ან სოფელში მიდიოდნენ, ან მანდ რჩებოდნენ და ფაბრიკა ქარხნები მოთხოვნილება იყო მაგის და იძულებით იქ შედიოდნენ, რომ თბილისში რაღაცა გარკვეული ის სტატუსი მიეღოთ. გოგოები თუ თხოვდებოდნენ, ეს დიდი რაღაცა იყო რა, რომ რამენაირად ჩალიჩებდნენ ქალაქაზე დაქორწინებულიყო, რომ თბილისში უკვე მოხვედრილიყო. რაც ხდება ახლა მაგალითად უცხოეთში მიდიხარ შენ და დარჩები იმ შემთხვევაში თუ დაქორწინდები ქალზე ან კაცზე ქალი, ხო? და მართლაც ესეა. ზუსტად იგივე იყო სოფლიდან თბილისში, დარჩენა გინდა, უნდა გათხოვდეს ქალი და არ არის პრობლემა, უკვე დარჩენილი ხარ. ან კიდევ ვთქვათ, კაცი ჩამოვიდა, ქალი შეირთო, ვთქვათ მათ. თათ ჩემი ნათესავები, შორეული ნათესავები ბიჭები სოფლიდან რო ჩამოვიდნენ, მან ქალაქელები შეირთეს და დარჩნენ თბილისში. ეხლა იქ ხომ მოხსნილია. ამიტომ გაივსო თბილისი მოსახლეობის, აი საქართველოს მოსახლეობის კუთხეებიდან ჩამოსული მაცხოვრებლებით. ეს დამატებით პრობლემას უქმნის. პლუს უამრავი სტუმრები არის, საელჩოებია, გადი-გამოდი არის. მე შემოსეული ხალხია, ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი ერთად აღებული. ადგილობრივი აზერბაიჯანელები გამრავდა, ადგილობრივი სომხები გამრავდა, ქართული მოსახლეობა იკლებს. ყველაფერი ეს უკვე ძალიან ესეთი იმით სიმჭიდროებს განგაცდევინებს ქალაქ თბილისში და კორპუსების სიმრავლეთ უკვე წარმოიდგინეთ. უკვე მინიმუმზეა დაყვანილი უკვე ცარიელი სივრცე პარკებით, ხო, მინიმუმზეა. და ადრე ქალაქ თბილისში 60-იან წლებში ირგვლივ ყველა აი საბურთალო სუთხე პარკები იყო. ხეხილნარი იყო ირგვლივ, სუხეხილები იყო, კარალიოკის, ატამი, ბალი, სულ ყველაფერი. ყველა მასივი, ბევრჯერ გითხარით, ყველა მასივი, ახლა როცა აი სანზონა, გდანი, გდანულა, თემქა, სულ ყველა ესენი მუხიანი იყო ბაღები. ხეხილნარებით იყო სავსე. აბა თბილისი რომელი რეგიონი იყო? აი ძირითადად ეს ვაკე, ვერა ეს ადგილები იყო, ვიდრე საქართველოსამდე კინოთეატრი საქართველოს რა კიკვიზის პარკამდე, იქიდან უკვე ტყე პარკები იწყებოდა და მე ესე დაიწყეს ნაკვეთების გაყიდვა, ჩამოისახლდა ხალხი და ნელ-ნელა განაშენიანება დაიწყო. მე ამას დაემატა 60-იან წლებში უცებ მასიური კორპუსები, ეს ხრუშოვკებიდან დაწყებული, ყველა ესე რაღაცა 9 სართულიანები და ეს მოსკოვის პროექტები. რატო? რომ მთლიანად მთელი
მასა ეს მასივი დაკავებული იყო ელმამშენთა ქარხანაში და აქედან დაერქვა ელმამშენთა ქარხნის დასახლება თენქა. ხო? ხო წარმოიდგინეთ თბილისის ელმამშენთა ქარხნის დასახლება. აქედან არის ეგა. მერე იქ გლდანი, მერე იქ გლდანულა, მერე იქ მუხიანი. ეგენი არც ერთი არ იყო. წარმოიდგინე ხო ზღაპარივით არის. მე ვარ მოწმე კაცო, მამაჩემისას კი არ გიყვებით. ხო. აი სოფელით იყო, მე სოფელი იყო მშვენიერი ლამაზი და ნელ-ნელა იქაც შევიდა, ხო? აგერ დიდი დიღომი წავიდა. ეგ არ იყო დიდი დიღომი, არ არსებობდა. მასივები მანდაც წავიდა. ხო და მოსახლეობამ კი არ მოიმატა. რის და რის ხარჯია ეს? მთელი ტერიტორიის მოსახლეობა ჩამოსახლდა საქართველოს თბილისში და გადაიტანა თბილისი. ხო, 2 მილიონი არის მაცხოვრებელი თბილისში ახლა. კი არ იძახიან მაგას. შემჭიდროვდა, გადატენილია მანქანები. რაც არის საცობი, რასაც თბილისი და საცობი. ექსპრეს ავტობუსები დადიოდა, წამოვიდოდა ავჭალიდან. აი ზაგისის სადღაც ცენტროლიტიდან რო წამოვიდოდა, მიდიოდა ლენის მოედანამდე. 11 ნომერი იყო. ჩემს ახლამდე რომ მოვიდოდა, აი დავჯდებოდი, არსად არ აჩერებდა, 4 გაჩერება იყო და 15 წუთში რუსთაველზე ვიყავი. царელი იყო სულ 10-20 კაპი, 20 კაპი კი იყო, წარმოიდგინე. ნელ-ნელა ყველაფერი გაუარესდა რა, აი როგორ მახსოვს იცით, აი ეს პროგრესი რო იძახიან, ყოველი შემდგომი ეს თავო უფრო არა ვინ გითხრათ ეგა ბიბლია ამას ხო არ ადასტურებს. და მე ისეთი მაკიაჟური იმით არის რომ გააგაჯერებს რომ ეს უკეთესი არის 21 საუკუნე. არა, ამდენი ფსიქიკური აშლილობა, ამდენი დაავადებები, ამდენი რაღაცა აგრესიები, ასეთი დონის მოთხოვნილება ნარკოტიკებზე, პლანზე რა ასლაპარაკობთ ხალხო რა. კი არა, სიგარეტს არ ეწევდა 60-იან წლებში გოგონები, საერთოდ. არამწეველი საზოგადოება იყო. ხო, ვინც ეწევდა იმასაც როგორიც ეს დაბალი დონია რა. გოიმად ითვლებოდი, მაგარი გოიმი იყავი თუ ეწევდი რა. მე და მე ახლა შვეტი ხარ რო ეწევი რა. გადაირევ ისე რომ ახსოვს რომ გადახედავ რა ამას რა. არაფერს არ ვაჭარბებ, დარც ვაზვიადებ. არ მიყვარს არც გაზვიადება და არც გადაჭარბება. ეგ ნათელაშვილმა იცის გაზვიადება რა. მთელი მსოფლიო გვიყურებს. ახლა ნათელაშვილს უყურებს მთელი მსოფლიო. ესე იგი, რომ მოძრაობ, მაინც ფსიქიკური მდგომარეობა არ არის კარგი ზურა? არა, საში. მეც ძალიან ნერვებზე მოქმედებდა, აი. ძალიან ვიძაბებოდი და მე გადავეწყე საერთოდ შევცვალე ჩემი გრაფიკი ყველაფერი. უკვე ბიზნესავით გავხდი 7 საათზე დგები და გავდივარი ცედროს რომ მოძრაობა არ არის ფაქტიურად და არა, ეგ სწორია, თუ არა აწყე შენ იმაზე შეიძლება მოუშნიოს კაცმა. არა, სწორ მეც ესე ვიყავი საერთოდ, როცა უკვე გადაიტენა უკვე 70-იან წლების მერე მე მერჩვენო და დილად 2 საათ ადრე ამდგარიყავი რა. ხო, აი ეგრე ვიყავი და ხო, მე ზუსტად ესე ვიყავი მე. თორე ისე მართლა განივრულდები, იცი, აი გაჭიდილ ავტობუსში არასოდეს აი იშვიათად მიმგზავრე, აი ძალიან იშვიათად. როგორც კი გაჭიდვა დაიწყო ავტობუსებმა და მეტრო, მე ფეხი აღარ ჩამიდგამს. და ხალხს სიამოვნებდა რა შეტენვები რა. არა, ვარჩევდი ფეხით სიარულს. წარმოიდგინეთ, რამდენი კილომეტრია ახლა სანზონა იცი სადაც არის, ხო? კინოთეატრიც ეს გეცოდინებოდა ეგ. აი იქიდან ლენის მოედანამდე არის 7 კილომეტრი. მაგას ფეხით გავდივოდი. რა ფელი ერთ ბებეწვა თბილისი რა. ჩემი სახლიდან ლენის მომდე იყო 7 კილომეტრი. და ჩემი სახლი კი ასე თუ ისე ბაკეში ვინ ცხოვრობს და საერთოდ გონია შორს არის. 7 კილომეტრია. 7 კილომეტრი არაფერი არ არის რა. აი აქ თორონტოში. აი როგორი ის არის მანძილი, იცი როგორი პირობითი არის რა. მე გონა რა ამხელა ქალაქი რაცა. ეხლა ალბათ რო ჩამოვიდე. შეჩვეულიო არის ეს სივრცეს ალბათ მე ფსიქოლოგიურად ის სიმძიმეს ვიგრძნობ. თქოს გაწვება რაღაცა ეს პატარა ვიწრო ქუჩების, მანქანების, არა ვარ მაგას უკვე შეჩვეული დიდი ხანია. ხო, უფრო სივრცეებში ვარ და სიჩუმეში და ძალიან ფსიქოლოგიურად გამიჭირდება, რომ უნდა დაძაბო ისა გონება რომ გადაეწყო. ხო, თან დაბინძურდა თბილისი, დაბინძურდა მტკვარი. სად ახლა 300,000 მაცხოვრებლის თქვათ ეს სანიტარიული თქვათ გაწმენდა მტკვრით და სად ახლა 2 მილიონამდე მოსახლეობა. ფეკალური ყველაფერი ჩაედინება მტკვარში. ხო, ეგრე ხო არ არის ევროპის ქვეყნებში სხვანაირად არის ეგ საკანალიზაციო სისტემა. მან ბუნებრივი ამბით საკანალიზაცია გადის ესე იგი ყველაფერი მტკვარში ჩადის. მარჯვენა მარცხენა ნაპირი მოსახლეობისა, აი წარმოიდგინეთ რამდენი ხალხია და როგორ არის გადატენილი ეგა რა, საკანალიზაციო სისტემა. აი ყველაფერი მათი, მტკვარში ჩადის მტკვარში და მტკვარი 58-60-იან წლებში რო ჩახედავდი ჩანდა თევზი. აბა ახლა გადახედეთ.
ნელა დააბინძურდა. ის ასწრებდა ეს ნაკადი გასვლას ფეკალური სითხეების ახვდებით. გუშინ თუ დღეს ორი კაცი იპოვეს მტკვარში. გაიგე 50 50 წლის კაცი ამოიყვანეს და ის ინდუელიც მე მგონი მაგაში კაცი, მაგრამ არ თქვეს რომ ინდუელია. ან კიდე შეიძლება სხვა იყოს, ხიდან გადახვდარა 50 წლის კაცი. და მოუკლავს თავი რა ვიცი რა ხდება მანდ. რატომ უნდა იკლავდნენ თავს ზურა, რისი ბრალია? აი სტრესი აქვს რა ბატონო ესო რა. იქ უყურებენ ვიღაცას, უფრო ფინანსური ის არის ჩემი საზრით რა. ვალები, იქ რაღაცა ისე ვალდებულებები, და ვერ უძლებენ. ხوار თამაშობენ და მაგის ბრალი ხوار. კი, ძალიან ბევრი თამაშობს, ძალიან ბევრი. და მაგ თამაშიდან კიდე აქეთ ვალები ედებათ და ერთი ჩემი ახლობელი დაიჭირეს მაგზან ყველაფერი დაალომბარდა და რა ვიცი მე რაღაცები კიდე წაიღო და დროაზელი იჯდა. ეგ სუფთა ხაფანგია დაგებული რა ამ პატარა ერს კიდე ეს უნდა და თან ქართველებია რატომღაც მანდ რა გჭირს და მანდ ძალიან ისე იმ დღეს გავიგე თუ დღეს ბოლნისში ქალმა რომ მოკლეს აზერბაიჯანელი იყო ხა რა ვიცი მაინც ქართველი რო არ იყო მაინც არ აღშავ ჩემთვის თქვი რა აზერბაიჯანელი იყო და ბავშვი აზერბაიჯანელი მოკლა აზერბაიჯანმა დედამ ჭვაზე გადასული იყო მომწერეს ვინც ცხოვრობს ბოლნისში იმან ჩამაყენა საქმის კურსში არ იყო ნორმალური ქალიო აზერბაიჯანელი იყო ხლა კი არ უნდა გვიხაროდეს ეგ მაგრამ მაინც ახლა ქართველი ქალი რომ მაგას გააკეთებს ცოტა ძალიან ისე დამაფიქრებელია და კიდე კაი რომ ქართველი დედა მე გამიკვირდა ახლა იშვიათია რა ქართველი დედამ 7 წლის ბავშვი მოკლას რანაირი გიჟი უნდა იყოს ნათესავები არის და არა მუშავს ხა აზერბაიჯანი მიხედავს ღმერთმა რა ისაც ბევრი არიან ეგენი ახლა კი არა ისე კი არ გამიგოთ რომ რაღაც ნაცისტი ვარ ხო მაინც რა პირველი და ვინ რა ეროვნების არის რაღაცა აზერბაიჯანელი ხო ადამიანი ეგეც ახლა აზერბაიჯანელია თუ რაღაც ადამიანია მაგრამ არა ეხო არც ქრისტიანობენ არაფერი ხო ეგ გაგვაკლია კიდე ახლა კიდე დედებმა შვილები ხოცოს კიდე რა რა ვიცი თუ მოუშვდნენ ესე შეიძლება აქამდეც გავიდნენ ხო რა ვიცი ომარ მოგესალმები როგორი იყო პრეზენტაცია ჯერომ სელინჯერი თამაში ჭვავის ყანაში აი ჩვენ ხო გაგიგე კაი ნაწარმოები ეკა ჯერომ სელინჯერი ძალიან კაი ახლა ეს უნდა წავიდეთ ხო ეს დამავალის შემდეგი სამშაბათისთვის იცი რა არის ჩემო ომარ ამოიღე ჩვენი YouTube-დან წააკითხულობენ და აუდიო ვერსიით წამოწექი და მოусმინე მაგარი რაღაცა არის გამიგე და აღარ დაღლი თვალს დაიმახსოვრე ძალიან დიდი საკითხია ხო აიღე ჩვენი იმიდან ან ვიღაცა ჩაგიგდებს მან და თუ ვერ მოძებნე რას ვერ მოძებნე ხოლმე შენ პლეილისტში შედი ამოიყარება წიგნები ყველაფერი და ჯერომ სელინჯერი გამიგე და მოვარდები ეგ აუდიო ვერსია არის ხო ჩვენი მაზედაც არის გადმოტანილი ჩართე მაგე და მოусმინე მანქანაში სადაც ახარ აღარ დაიღლები რა თვალს აღარ დაღლი ხო საინტერესო რომანია მე ხომ ჯერ მოგიყევით ხო ეგ რაღაცები გითხარით პარლემიც გავავლეთ ხო და ეს კაი მწერალი არის საიდან არის ეს ნაწარმოები თვითონ სათაური სიმღერა რო არის ეს შოტლანდიელი პოეტიდან არის აღებული ეგ რას ნიშნავს ეგ თამაში ჭვავის ყანაში შედი თუ გინდა კიდე რა არის კიდე ერთი რამე შენ ხომ კარგად ხარ ინტერნეტთან ხელოვნურ ინტელექტს დაუსვე კითხვა თან შენ უკეთესი ზავს დაუსვე კითხვა ჯერომ სელინჯერის ეგ სათაურით ხო გამიგე შემოწმებული მაქვს მოусმინე და ნორმალურად არის ყველაფერი გაკეთებული იქიდანაც ინფორმაციას მიიღებ მოკლედ მაგროვე ყველა მასალა რომ უფრო კარგი მომზადებული იყოს შენ და მე შენი ლოგიკაში კარგად რომ მიაწვდი ახლა უფრო წარმოჩდები შენ სხვებთან შედარებით ასე რომ არის ბევრი მასალები აი რუსული რო იცოდე იცი რა კარგი იქნება მაგრამ ინგლისურიც რო იცოდე ისე საშუალო დონეზე მაღალი ბევრია ინფორმაცია კარგი რუსებსაც ძალიან ბევრია კარგად კითხულობენ ანალიზიც აქვს ყველაფერი შემოწმებული მაქვს მე რასაც ვსაუბრობ ყველაფერი შემოწმებულია ისაა ჩემ ფანტაზიებით ხვალ ლაპარაკობ მე თავად წაკითხული მაქვს და წაკითხული მაქვს 65 წელს პირველად წავიკითხე 1965 წელს წავიკითხე ეს რომანი მასე მე მთელი ცხოვრების მასზე ორჯერ მომიწია კიდე სულ სამჯერ მაქვს წაკითხული სხვადასხვა ასაკში რაღაცა წაიკითხე 15 წლის ასაკში და მიატოვე ეგ არ არის წაკითხო რო გაიზარდე ხლა როგორ გადახედავ და აი ეს ნელა ამითაც ამოწევ სულ ბოლოს ეგ როდის იყო კიდე გადავხედე მესამედ სადღაც 5-10 წელს უკან
ხო აქ კანადაში კიდე გადავხედე მაგ ნაწარმოებს ხო იმიტომ რომ რაღაცნაირი სევდიანი ნაწარმოებია ჩემთვის რა რო უსმენ 15 წლის ბავშვის ამბავი არის თინეიჯერზე ავტობიოგრაფიულია ჯერომ სელინჯერი მან ძალიან საინტერესო თემა არის ხო და მაგი ეგ რომანი რო წაიგითხა ერთ-ერთმა მწერალმა ნოდარ დუმბაძეს მიაწოდა ურჩია წაიგითხე რა ეს რომანიო რა და ნოდარ დუმბაძემ რო ეს წაიგითხა იდეა გაუჩნდა და ეწერა ნებებია ილკო და ილარიონი უცნაურია რა ზურიკელა ვაშალომიძე და სადის სკოუფილდი ეს ჯერომ სელინჯერის პერსონაჟი ეს თინეიჯერი სადღაც 16 წლის პირველ პირშია თხრობა და ძალიან სევდიანი ნაწარმოებია რა ეგზისტენციური ასე რომ კარგი ის არის ისე ამოვნებ დგმური ქარჩხაძე სახა დიდი არაფერი არ არის წაიგითხე ეგა ბოლომდე არა, მაგრამ განხილვებს დავესწარი და საინტერესო იყო, მაგრამ ძალიან დიდი იყო და ვერ შევძელი, ვერ მოახერხა ეს გამოცდების პრეზენტაციებიც რომ დამეწყო, მაგრამ არ არისო ეგ პრობლემაო. მთავარია ზოგადად ვისაუბროთო. ზოგადად რაც ვისაუბრე, ვუთხარი, რომ ადამიანმა რომ გაიაზროს, რომ ჩვენ გმურები ვართ და თან საინტერესო ის არის, რომ იქ არ არის მთავარი პერსონაჟის სახელი ნახსენები, გმურია ის და შეიძლება ეს მიანიშნებდეს იმას, რომ უსახელო იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ადამიანის სახელი შეიძლება ჩაჯდეს ამაში. ანუ თითოეული ჩვენგანი და ერთი სიტყვით ზოგადად ვისაუბრეთ აი ამ სიმბოლოზე, როგორც მდგმური. შემდეგ კითხვა დასვა ბოლოს როცა ბრუნდება, რატომ ვერ პოულობსო იმ ქალსო? რას ფიქრობთო თქვენო და რადგან ბოლომდე არ გქონდა წაკითხული, ვერ გავეცით პასუხი, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ ბატონო? რა არის საბჭოთა მწერლობა ხლა ძალიან ეს მაგას ხო იცით როგორი აზრები მაგა ვილაპარაკებ 3 საათი მწერლობაზე და ლიტერატურაზე რა თქმა უნდა უფრო სხვანაირად ვიდრე ლევან ბერძენიშვილები და ისინი ლაპარაკობენ თვითონ საერთოდ ეს მწერლები საბჭოთა მწერლების ორი კატეგორია იყო ერთი რომლებიც პირდაპირ გაგებით სჯეროდათ და წამდათ საბჭოური იდეა და იდეოლოგია და კომუნიზმი და ამ იდეის შთაგონებული წერდნენ ნაწარმოებს ესეთები ცოტანი იყვნენ, მაგრამ უმრავლესობა მწერლების ქვეტექსტები ისეთ ნაწარმოებს წერდნენ, რომ საბჭოთა იდეა და იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდნენ. მაგას აშკარად ვერ გამოხატავდნენ და წერდნენ ნაწარმოებს. ხო და ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ჯემალ ქარჩხაძის ეს მდგომარი არის და არა მარტო ეგ. ხო, რამოდენიმე შემიძლია ვთქვა, ხო? ხო, აი ხო არის რა მწერალი, მე წამს იდეა მაქვს ამ მარქსიზმის, ათეიზმისაც და ნიჭი მაქვს მხატვრული ლიტერატურისა, მხატვრული ლიტერატურაში ამიტეს თას შევასხამ, ხო? აი კონსტანტინე ლოთქეფანიძეები და ესეთები იყვნენ საბჭოთა მწერლები, ძალიან ისეთი და ძალიან დაფასებულები იყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრი იყო მწერალი, მხატვარი, ვთქვათ, კინორეჟისორი, რომელსაც შინაგანად ეს არიღებს ამას. ამ სათქმელს ისე ვერ იტყვის თამამად და ამოეფარება ხატს იგაურ ფორმას მითოლოგიას შეინიღბება მითოლოგიაში და იქიდან გაკრიტიკებს. გამსახურდია ისტორიას შეაფარა თავი. ისტორიული რომანები, როცა მას მთვარის მოტაცება მოკლედ აი მოთხარეს კინაღამ და კინაღამ გადაახო მოკლეს სომხეთში იმალებოდა. მთვარის მოტაცება რო დაწერა მან, მთელი რიგი რაღაც ადგილები ამოაღებინეს, მაგრამ მაინც არ მიიღო ცეკამ, იმიტომ რომ ცეკას დადგენლებით 1932 წლის დადგენლებით მთელი მწერლობა უნდა ყოფილიყო პარტიის სამსახურში. და დაამთავრდა მაგათი თავისუფლება. მანამდეც კიდე რა იყო, ხო? და ახლა არის რა მწერალი რომ ვერ ეგუება ამას, იმიტომ რომ გალაქტიონი ვერ ეგუებოდა, ნახევრად გიჟი იყო კაცი რა, შეკვეთებით დაწერა კოლექტივზე, იმაზე, ამაზე გისაგავდა კაცი, ხო? და ამაზე იმოქმედა კიდევაც ხელი შეუწყო გალოთებას ამან. ხო ძნელია რა, ესეთი თავისუფალ შემოქმედ ადამიანს და შეკვეთებით რამე გააკეთებინო. შეკვეთა უნდა ხელოსანს. ხელოსანი მხატვარი, ხელოსანი მწერალი, არიან ეგეთები. ვთქვათ, რესტავრატორი მხატვარი და კოპიროვშიკი მხატვარი. ის თვითონ ვერაფერს ვერ ხატავს, მაგრამ სხვის ნახატს ისე კარგად გადმოიტანს, რომ ორიგინალიდან ვერაფრით ვერ გაარჩევ. ხო, ამას ეწოდება ხელოსნები. ხო და აი ესეთი გენიოსები, აი ეს ჩაკეტო საზღვრებში გადაირები, მიქელანჯელო გისაგავდა რა, ეკლესიის დაკვეთას მაინც არ ასრულებდა. ხო, მაინც თავისი გააკეთა რა ეს ეკლესია გაშიშვლებას უკრძალავდა, რატო გაშიშვლეს ბიბლიური თემები ხო, მთელი ის რომ მოხატა. მაგან მაინც თავისი გააკეთა, ჩაკეტა კარები არავის არ უშვებდა და ეს ძალიან ძლიერი ის იყო, ხო, შინაგანი მოჯანყე იყო, ხო.
ხო და აი ახლა ჯემალ ქარჩხაძეც კიდე ისეთი დაფასებული საბჭოთა მწერალი კი არისო. აი ხო ეს დროშები და როგორც გრიგოლ აბაშიძე და ირაკლი აბაშიძე და ჩარკვიანები და ისინი იყვნენ. ამას შინაგანად მაინც ეს რაღაცა ვერ კომფორტულად არ იყო რა ამ იდეოლოგიასთან და ვინაიდან წერილული ნიჭი ქონდა, ადგა გააპარებდა ხოლმე ესეთ რაღაცას. აი ბურამ გეგეშიძესაც აქვს ეს ეშმაკის მოსახვე, მაგრამ ამ წერილებს დიდად არ იცნობდა მოსახლეობა. იმიტომ რომ ამას პროპაგანდას არ უწევდა საბჭოთა თქვათ კომპარტია. და სულ ერთ და იგივე ხალხი იყო წინა პლანზე. ხო, ბევრმა არც იცოდა, იგივე შეიძლება ვთქვათ გოდერძი ჩოხელზე. ჯახირობდნენ, წყალობდნენ ეს რეჟისორებიც ვთქვათ, აი ეწეოდნენ კრიტიკას საბჭოთა სინამდვილის აი რაღაცა სიმბოლოებით, როგორც არის მაგალითად იყო შაშვი მგალობელი, მერე ფილმები, როგორც არის გიორგობის თვე, როგორც არის დიდი მწვანეველი, შემდეგ იგივე ცისფერი მთები, მერე ამანაც გაუტკბა და ბოლოს ეს ხო საბჭოთა რეჟისორი იყო, მაგრამ ამანაც აიღო ეგეთი აი შენგელაიაზეა ლაპარაკი და აი ცისფერ მთებში და კრიტიკა იყო ხვდებით. ბევრი ამას ვეღარ ხვდებოდა. თვით ცეკაში ისეთი დებილები იჯდნენ. უკვე რომ ეს ჩვენ კაცე თავის კაცად რომ მიიღეს ეს რეჟისორები, ენდობოდნენ ბოლომდე, თან უტვინოებიც იყვნენ, კინომცოდნეები მიწავდა. ამიგე და არ ეუბნებოდნენ რა ქვეტექსტებს არ ამოქეკავდნენ. ხვდებით? რომ ამოეკეკათ ეს ქვეტექსტები, ფილმები არ გავიდოდა ეკრანზე. ცენზურა ეგრევე დაედებოდა ცენზურას. ხო და წერილებიც რა თქმა უნდა სათქმელი რო გაქვს რაღაცა ესე პოეტებიც რაღაც პოეტი ნაკლებად უფრო პროზაიკოსები იყვნენ ასეთები რომ რაღაცას გააპარებდნენ გამიგე თვითონ სათაური როგორ სწორად მიგიგენია მდგმური ქრისტიანულის არის ჩვენ მხიზნები და მდგმურები ვართ წერია ხო ახალ აღთქმაში ხო და მოკლედ აი იგონებდნენ ტვინითაც იგონებდნენ რაღაცას აი ეგ იგივე ოთარ ჭილაძეს რასაც ჩვენ უყურებთ გზაზე ერთი კაცი ეს ტვინით დაწერილი ის არის შინაგანად ბუნტოვშიკი კაცის მიამბოხე კაცის გამიგე რაღაცა სათქმელი ლიტერატურულ ფორმაში რომ ქართველი იმდენაც მაგარი ტიპი არის მითოლოგია შეაბარა თავი და ამით გაკრიტიკებულია ის საბჭოური იდეოლოგია რომელშიც მწერას უხდება ცხოვრება მისი ლექსებიც უფრო ლექსებით არის ცნობილი ოთარ ჭილაძე ვიდრე პროზით მაგრამ პროზაშიც გადავიდა რამდენიმე რომანის ავტორი არის ხო რკინის თეატრის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ყოველმაც შემან პონელმა 6 რომანის ავტორია ოთარ ჭილაძე რო იცოდეთ მაგრამ ლექსებიც მაგარი აქვს ხო და პოემა რკინის საწოლი მაგალითად გალაქტიონზე ხო და აი ეს წერილები აი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ქარჩხაძე ჭილაძეები და ესენი იმ კატეგორიას ეკუთვნის რომლებიც არ იღებენ აი მარქსისტულ იდეოლოგიას თავისი ათეიზმით მაგრამ არც აქვთ ესეთი ის საშუალება რომ ეს ხმამაღლა თქვან ვინაიდან წერილები არიან წერალი კიდე მხატვრული სახეებით აზროვნებს და გამოყენებულია ლიტერატურა მხატვრული სახეები და ქვეტექსტები აქვს ან მითოლოგიურ ქარგას მოახვევენ ან ისტორიულში გადავარდებიან რომ პირდაპირ სათქმელს ვერ იძახე პირდაპირ სათქმელი რაც იყო და როგორც დაახასიათა კომუნისტების შემოსვლა საქართველოში კონსტანტინე გამსახურდიამ კინაღამ გადააყოლეს მაგას ადგა მერე და მას მერე ისტორიული რომანები დაიწყო დიდოსტატის მარჯვენა დავით აღმაშენებელი და იქაც ნახეთ ეს ისტორია არის ქარგა ხო რა ბოთეები ვერ გებულობდნენ თორე აი ისტორიიდან გელაპარაკებოდა რომ ეს ტეხავს მარქსიზმი ლენინიზმი გაიგე აბა წაიკითხეთ კარგად დიდოსტატის მარჯვენა და იმდენად დებილი იყო ცეკაში ეს ხალხი რომ სკოლაში საპროგრამო შეიტანეს დიდოსტატის მარჯვენა ამიტომ განხილვა მაგას თუ კარგად განვიხილავთ მე უკვე მასწავლებელი თუ ისე წარადგენდა ამას როგორც მაგალითად ხანდახან მე მიყვარს დაგატოვებინებდნენ კლასს მაგრამ მასწავლებლებს არ ესმოდათ ეგ და საბჭოთა იდეოლოგიით მიუყენებდნენ და არ ესადაგებოდა აი რაღაცა წინააღმდეგობა ვერ ხსნი იმიტომ რომ ჩამალული არის ისეთი რამე რომ გაკრიტიკებულია მარქსიზმზე შენ მარქსიზმს როგორ აპარავებ ამ ნაწარმოებით ამ წინააღმდეგობას ვერ ხედავდა ხო და ამ წინააღმდეგობის გამოფენა და რაღაცეები მე თვითონ მე რო ვკითხულობ წარმოვაჩინე და რომ ამის გაშლა დავიწყე იცი როგორ უკვირდა ყველას იმიტომ რომ რასაც წერს მწერალი იმას უნდა მიაქნო გამიგე და არა შენ ფანტაზიას რას მიუყენებ ახლა რომ მიუყვენი ამას და გააკომუნისტე თქვა დიდოსტატის მარჯვენა ეს სწორი არ არის არა მანდ მეამბოხია რა ეს თქვა არსაკიძე მეამბოხია თავიდან ბოლომდე ხო
ისტორიული ეს არის, სულ ზღაპარები ეს საათ იყო ახლა გიორგი პირველის ისენი გახურებების აწერია რა. აი და აქ კიდე მართლაც გადარჩა კონსტანტინე გამსახური და ისტორიაში გადაბარგდა. ამას მე ვერ გაიგებსო და უბეჭდავდნენ წიგნებს გამიგე. ამიტომ საჭიროა მაგის ხელახალი გაანალიზება, ინტერპრეტაცია, მაგრამ როცა შენ უკვე მეთოდი გაქვს მარქსისტულ-ლენინური, ამას შენ ვერ განიხილავ. აი ხო ანალიზს ვერ აკეთებს ბერძენიშვილი. იმიტომ ეს მოწამლული არის ლიტერატურად მცოდნე, მოწამლულია მარქსიზმით და თან აგინებს მარქსიზმს. თავში გაქვს ეგა და აგინებ მარქსიზმს და აქედან მისი ანალიზი ლიტერატურისა, საბჭოთა ლიტერატურისა არ არსებობს და უცხოურ ლიტერატურას აქებს სიუჟეტებით, მეტი არაფერი. და არ აიცვლება მით არაფერი. ხო. ასე რომ აი ეს მწერლები, რომელსაც თქვენ ახლა გადიხართ, ახლა ხო არის შედარებით თავისუფალი აზროვნების გამოთქმის საშუალება გაქვთ. პირადად შენ. ამიტომ გააქანე აზროვნება რა, ვინმე გაგიხურებს? რასაც ფიქრობ, რაც განცდაში გაქვს შენ, ეს დააფიქსირე. ხო, შეიძლება გამოიყენო აქ თქვათ მიმობნეული მასალები ინტერნეტში ამის შესახებ, ხო? თუ ვინმეს რამე უთქვე, იმასაც მოусმინე, ამასაც საერთოდ დასკვნა გააკეთე. ხო, მოусმინოთ ყველას ვინც ლაპარაკობს და აზროვნებას შენ რაღაცნაირად კრიტიკულად, რა თქმა უნდა, ყველას უსმენ და მე შენ იმაში მოაქცევ ჩარჩოებში და მოაწესრიგებ და უკვე აი ეს არის სწორი. შენი აღქმული უფრო სწორია, ვიდრე სხვისი აღქმული გაიმეორო. თავარი ხო შენი აღქმა არის, როცა კითხულობ ნაწარმოებს. როგორ აღიქვამ, ახლა ვთქვათ, შენ ხო თინეიჯერობა გაიარე რა, 10 წელი გაშორებს თინეიჯერობას. ახლა რო წაიგითხავ ჯერონ სელინჯერის აი მაგ ჰოლდენ კოლფილდის ცხოვრებას გამიგე ნიუ-იორკი. რაღაცა ვითარდება ერთ რაღაცა წინა საშობაო პერიოდია. და თავის ოჯახის ისტორიას გადმოცემს პირველ პრისში მწერლის მეშვეობით თავისი გმირი, რომელიც რა თქმა უნდა ბიოგრაფიული არის, ხო, ყველა ნაწარმოები საერთოდ მწერლის გარკვეული ბიოგრაფიის შემცველი არის, რო იცოდე თავისი აზრების და ეს არის ავტობიოგრაფია, მარტო ცხოვრებას კი არ გულისხმობს. ჩემი აზრებს რო შევტენი ჩემ მოგონილ პერსონაჟს, ეს არის ავტობიოგრაფია, ჩემი აზროვნების ავტობიოგრაფია. ხდები, ომარ? დიახ პატრონესო. ახლა ესე ვთქარი, ბოლომდე რატო არ წაიკითხე ქარჩხაძე და მე რატო უნდა გითხრე ახლა რასე იპოვის თუ არა ეს? რატო არ წაიკითხე? იცით რა არის? პირველ რიგში გითხრა ლექტორმა, რომ თუ ვერ მოახერხებთო ეს დიდი პრობლემა არ არისო, ანუ როგორც ასეთი მოთხოვნა არ იყო, მაგრამ მოთხოვნას რო თავი დავანებოთ, პირადად მეც კი მინდოდა წამიკითხა, მაგრამ პრობლემა იყო შემდეგი, რომ 6 საგანში ახლა პრეზენტაციებს და რეფერატებს ვაკეთებ და ცალკე კიდევ სამსახურიდან მქონდა მოკლედ გასვლები რა და აი მარსაგეუბნებით ვერ მოახერხებდი რა და შესაბამისად ბოლომდე ვერ წავიკითხე. მაგრამ ისიც ქალბატონმა რა კითხვა დასვა, ისეთი კითხვა კი არ დასვა ბოლომდე რომ გქონდეს საკითხული, რომ ვისაც აქვს ბოლომდე საკითხული, ზოგმა არც კი ვერც კი გასცა პასუხი, არ ვიცითო. ესეთი კითხვა დასვა, რომ თქვენი აზრითო, რატომ ვერ იპოვა ქალი, როცა დაბრუნდაო? და აი მან ალბათ ლოგიკურად რომ მქონდეს საკითხული, ალბათ ჩემ მოსაზრებას ვიტყოდი. მე უბრალოდ აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. არის მაშინ რა არის? აი რაც გაიგე, ის შეგიძლია მომიყვე და გავიგო შენ რა დონეს ხარ გაჩერებული და როგორ აღიქვი ნაწარმოები. შეგიძლია დაუინტერესებელი კაც დააინტერესო ხოლმე შენი მოყოლით. შეგიძლია ნიჭი გაქვს ამისი, რომ რაც წაიკითხე მაგალითად. შეგიძლია მომიყვე. კი შემიძლია, მაგრამ აი ამ ნაწარმოებზე ალბათ ისე ვერ დავაინტერესებ, იმიტომ რომ რაღაც ძირეულად რომ მქონდეს, რაღაც გარკვეულ დონემდე რომ ვიყო მისული, რომ შევკრა, გამიჭირდება. ყოველ შემთხვევაში აი სხვა ნაწარმოებს ალბათ უფრო დავაინტერესებ ადამიანს პირობითაც აი ვთქვათ მარტოობის 100 წელიწადი რომელიც გავიარეთ, ან თუნდაც ასე ერთ კაცი კი ბატონო, აი ამაზე შემიძლია უფრო, მაგრამ აი კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე გამიჭირდება, იმიტომ რომ იმდენი დრო არ დამითმია, ამიტომ გაიარე მე ახლა გადაიარე მაგის თუ კიდე ჩასაბარებელი გაქვს. ეს ამას აუცილებლად წავიკითხავ, იმიტომ რომ მე 23-ში გამოცდა მაქვს, ამაზე იქნება კითხვებით დასმული, ანუ ამას ისედაც აუცილებლად წავიკითხავ, უბრალოდ ის არის ამ ეტაპზე ჯერ არ მაქვს გავლილი და ეს მაგიტო არ არის პრობლემა რეალურად, იმიტომ რომ 23-მდე დრო გვაქვს. და ესეთი კითხვებია დასმული, მაგალითად აი რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს შავ ვოლგას და ომარ მოძებნე ინტერნეტში ვინმე აქვს ამაზე ლაპარაკი, ხო გითხარი ყველას მოусმინე მეტნაკლებად ისე ასე და რაღაც მიგენებებს შენ თვითონაც მე მიაკნებ. შეხვედრ ინტერნეტში, მაგაზე ქარჩხაძეზე არაფერი არ არის? მე არ მინახია. არის რამე.
რაც თქვენ მითხარით, მაგას მე ყოველთვის ვითვალისწინებ, ყველა ნაწარმოებზე, რაც გავიარეთ აბსოლუტურად ყველაზე მოვუსმინე ქართველებსაც და ვნახულობდი. უბრალოდ აი ამ ჯემალ ქარჩხაზეს გმურზე იმდენი დრო არ დამიხარჯავს, რომ მენახა, მაგრამ როგორც ასეთი, როგორც ერთი შეხედვით ვნახე, არის კი ესა პირველ არხზე იყო პერსონა ჯემალ ქარჩხაზეზე, როგორც ასეთი ცალკე საუბარი, მაგრამ მდგმურზე მე მგონი არ არის, იმიტომ რომ ლევან ბერძენიშვილისაც ვერ ვნახე და მდგმურზე მე მგონი იმდენი არ არის. მე მგონი ვერ იპოვე რა, შეიძლება არ იყოს. რატო გამოტოვებდნენ მაგას? ხო. აი რო ჩავწერე ჯემალ ქარჩხაზე მდგმური, მხოლოდ მიგდებს როგორც ასეთი პერსონა ჯემალ ქარჩხაზე, მათ შორის სპექტაკლიც არის რაღაც მე მგონი, ოღონდ სპექტაკლის ის არის ინტრო არის და მთლიანად არდევს. არის ასევე იგიზი არის პოდკასტი რაღაც 1 საათიანი, მაგრამ მდგმურზე არ არის. ან მე ვერ ნახე, კიდე მოუწევი. არა, თუ არ მოусმენებ, შეიძლება ეგ იყოს იმ მიმოხილვაში ჩართული იყოს ეგა რა. კონკრეტულად მდგმურიც ხო შეიძლება არ გააჩვენოს. თვითონ პერსონა ჯემალ ქარჩხაზე მოიცავს თავის ეს პერსონა მოიცავს მის შემოქმედებას. ასე რომ ეგეც გაითვალისწინე, კარგი? დიახ. აი 23-მდე მე თავიდან ბოლომდე უნდა წავიკითხო. 23-მდე ეს უნდა წავიკითხო თავიდან ბოლომდე. გაბრიელ მარკესი, ყოველ შემთხვევაში ვისაუბრეთ ისე რომ გადაკითხვა აღარ მინდა 23-ისთვის. წინა შუალედურზე ხო მაქსიმუმი დამიწერა და ეხლაც ფინალურზე მინდა რომ კარგი ქულა წამოიღო. ესე იგი გაბრიელ მარკესი აღარ მინდა წავიკითხო, მარტოობის 100 წელიწადიც აღარ. ერთადერთი მექნება წასაკითხი ეს და კი, და ეგ ტიპს შემოდართავდა 23-მდე წესით მოხდა. მე რომ წელიწადი შეგიძლია თუ გინდა წაიკითხა, თუ გინდა მოისმენე არის ყველანაირად მარკესი ახლა არის აუდიო ვერსია, რომ ეგეც დაგეხმარება გზაზე რომ მოძრაობ გამიგე მოსმენის პროცესში, ეგეც დაგეხმარება და გამოიყენე აუდიო, როცა შენ მობილური ცხოვრება გაქვს. ხვდები? აი რამე ჭკვიანი კაცი ყველაფერს ამას იყენებს. და როცა უკვე შენ სტაბილურად გაქვს რაღაცა შენი ყოფიერებაც ეგ გადაშლი წაიკითხა, მაგრამ მოძრაობ შენ მიდიხარ, მოდიხარ და გზაში გიწევს გაჩერება საათობით. საათი იცი რამ ხელად რო არის, რაღაცა ვიყო დებილივით. ჩართე და მოусმინე რა. სანამ დაიძრება საცობებში და რაღაცას დაიმახსოვრებ, კაცო, ელემენტარულად რა პრობლემაა. გამოიყენე ეს ხერხი. ხო, აუდიო ვერსიები გამოიყენე. ისწავლე მოსმენა. გადადი ვიზუალურიდან გადადე აუდიოზე, ორივე ავარჯიშე, ვიზუალური მეხსიერება, ზოგს ძალიან მოჩლუნგებული აქვს აუდიო მეხსიერება, აქვს ვიზუალური, თვალით იმახსოვრებს. და სმენა რო ელაპარაკები, არაფერი არ შედის თავში. ამიტომ უნდა ავარჯიშო ეგა რა. ხო, კარგია ვიზუალურიც, ასევე არანაკლებად სმენა გაიხსენეთ ბიბლია რაც გვეუბნება, რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ღმერთის სიტყვისაგან. არ წერი ეგ წაკითხვა. უცნაური, ესე იგი პარადოქსია, ხო, ბიბლიას კი არ კითხულობ, usmen. აი ეს ბევრს ვერ გაუგია და ვისაც სმენა მოჩლუნგებული აქვს, ვიზუალურად ბიბლია აღარ შემოდის ტექსტი, ხვდები? მიაქცე ყურადღება ამას, ომარა. შენთვის და გაამახვილე ყურადღება. რას იძახის ღმერთი? რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან. და ეს კიდე წერილობითი ფორმით არის. ისეა გათვლილი, რომ უნდა უსმინო მაგას. რო კითხულობ, თვალმა ყურს უნდა გადასცეს. ხვდებით? და ესე ვავარჯიშებთ, არიან ადამიანები აუდიო მეხსიერება აქვთ ყურით და თვალით ვერაფერს ვერ იმახსოვრებენ. ხო უცნაური არის. აი მაგალითად გეტყვით პირადად თქვა კიდევაც ხაინდრავამ თქვა. მე ვერ ვიმახსოვრებ სმენითო რა. თვალით ამაქვს მეხსიერება. და სწორია, ხო ძალიან ბევრს ესე აქვს. ეს მისი ნაკლია. ეგ იგივეა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხი ხის კონდეს და მარჯვენათი მუშაობდეს. ფეხბურთელია სანამ შენ მარჯვენაზე გადაიტან მარცხენას და აგართმევენ ბურთს. ან მოკრივემ მარტო მემარცხენე იყოს, ან მემარჯვენე. ორივე ხელი მაგრამ უნდა მუშაობდეს. ორივე ფეხი უნდა მუშაობდეს კარატისტისთვის. ხვდებით? ცალი რო გაქვს ინვალიდი მარჯვენა ფეხი, აი მარცხენა ფეხი, მარცხენა ხელი და ძალიან ბევრი, ძალიან გათიშული აქვს რა. კოს ვერ იჭერს ძალიან ბევრი, იცით? და რა კარგია, იცი ორივეს რო ამოძრავებ და სპორტში ეს პირველია, ფეხბურთელის ორივე ფეხი არ მუშაობს, დამთავრებულია იმის ამბავი. ორივე ფეხი უნდა იყოს ერთ და იგივე ძალა რა, მარცხენა, მარჯვენა, აი გადადის, გადამოდის, საიდანაც პოზიცია იქნება, ხვდები? იგივე არის თვალი და ყური. კითხვის პროცესში თვალი გავავარჯიშე, სულ ვავარჯიშებ თვალი ვკითხულობ და დავიმახსოვრე, ტექსტს ვიმახსოვრებ და ტვინში ეგ შემოვიდა. და როგორც კი ამ ტექსტს მოვაშორებ და რატო ვერ გადადის ქართველები ნახეთ აუდიო ვერსიაზე, ვერ უსმენენ. აი ამით უნდა შეამოწმოთ, რას ქვია ვერ უსმენ. იგივე არის, გიკითხავს სხვა, შენ არ კითხულობ, უკეთესად გიკითხავს პიროვნება. უკეთესად. ხო?
არიან ტიპები, მაგრამ კითხულობენ. წამოწექი მაგის დედავატირე რაჯობია თვალს დაასვენებ. გამიგე და გაავარჯიშებ ამას. გიფიქრე მაგაზე. ახლა კითხვა მაგ. შენ მეხსიერება აუდიო გაქვს თუ ვიზუალური, თვალით თუ ყურით? იცით ბატონო როზო, მე ძალიან მიჭირდა თავიდან აუდიოს მოსმენა და ესე ვაკეთებდი მithქვამს კიდევაც თქვენთვის, როცა მე აუდიოს ვუსმენ, თან პარალელურად თვალს ვაყურებ და ვკითხულობ. და ეს უფრო კარგად მე მახსოვდება. ზოგადად მე პრობლემა მქონდა კონცენტრაციის, რაღაც კონკრეტულზე რა. 1000 აზრი შემოდის, 1000 რაღაცაზე მეფიქრება და გონება მებნევა. მე რო ხვდებოდი, რომ გონება მებნეოდა, ხო? თავიდან ვიწყებდი. შეიძლება და ერთი აბზაცი, ერთი პარაგრაფი 10 ჯერ და 15 ჯერ წამეკითხა. 10 ჯერ თუ არა 5 ჯერ მაინც. იქამდე სანამ თაზალას არ დავატანდი, რომ გამიაზრებინა. აი ეს ნელ-ნელა რომ ვიმუშავე ამაზე, მე აი ეს უნივერსიტეტის ამბავიც რომ დამეხმარა, უფრო რომ შევედი და გავავარჯიშე ტვინი, ხო? ეხლა უფრო გავარჯიშებული ტვინი და კონცენტრირება და სურვილი თუ გაქვს რომ რაღაც გაიგო, უფრო დაიხვეწა ვფიქრობ, მაგრამ მოსმენის კუთხით გულისხმობ, მაგრამ ეს პრობლემა ჩემთვისაც იყო. აი მაგალითად ეხლა გზაში ყოველთვის გზაში საცობში აუცილებლად ჩართული მაქვს რაღაც ისეთი შემეცნებითი რომ მოვისმინო. მაგალითად დღეს ვუსმენდი ქალბატონ მარიკა თქვენ მეუღლე კითხულობს ჯონ მაკარტურის ესე იგი ბრძოლა დაბადების შესახებ თუ რაღაც ასეთი არ მახსოვს. კაი წიგნია რო იცოთ. კაი წიგნია, თარგმანიც არის და თარგმნა მარიკამ და თან კითხულობს. მერე დიახ, და ამას რო ვუსმენდი, ხო, სადაც საუბარია, კრეაციონიზმზე და როგორ განიხილავენ, ასე რომ ვთქვათ, ორი შეხედულება რო არსებობს და ეს იმდენად ეს თემა რომ მაინტერესებს მე, თან მეხმარება ადამიანი რომ კარგად კითხულობს, კარგი ტემპრით კითხულობს, არ შემოდის სხვადასხვა ხმები და ეს არ მაწუხებს და რაც ყველაზე მთავარია ამის ინტერესი რომ მაქვს, ხო? აი წერტილ მძიმე გავყევი და ყველაფერი მოვისმინე. პირველი ნაწილი და ეხლა კიდევ ერთ საჩვენებს ველოდები რომ მეორე ნაწილი ჩავთო. ანუ რისი თქმა მინდა, ადრე ძალიან მიჭირდა, მაგრამ თუ არის კონკრეტული საკითხის მიმართ ინტერესი და გონებაც გავარჯიშებულია, უკვე გადავდივარ სმენით იმაზე. და ზოგადი და მარტივი პასუხი არის ის, რომ ზოგადად თუ ვისმენ და თან აღვიქვამ თვალით, ეს არის ჩემთვის ყველაზე მარტივი კონცენტრირების წყარო, ორივე ერთად. ხო, არის ეგეთი რა პირველ ეტაპზე მართლა ეგრე იყო, სწავლობდნენ კითხვას ესე, თან უსმენ, თან თვალს გააყოლებ, თან ეს უცხოენა იქნებოდა, რუსული იქნებოდა თუ თქვათ ინგლისური და იგივე ქართულის პირველ ეტაპზე, მაგრამ როგორც გითხარი, ავარჯიშე ორივე გამოგადგება. მაგალითად, რო დაჯდე მაგალითად, აღარ არის საერთოდ წიგნები აღარ არის და აუდიო ვერსია, რასაპირებ. დამთავრებულია შენი ამბავი, ხო? თქვათ აუდიო ვერსია მეცნიერული ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის ხო, გაცილებით რთული არის აუდიო ვერსია მოისმინო, თქვათ შოპენჰაუერი. სამყარო ვითარცენებოდა წარმოქმნა. ლიტერატურას კიდე რაღაცა სიუჟეტ ჩააფრინდები, მაგრამ ეს ახლა კანტი მოისმინო აუდიო ვერსიით წმინდა გონების კრიტიკა. უნდა ავარჯიშო, გონება უნდა ავარჯიშო. მოსმენაზე უნდა გადახვიდე, შეეჩვიე მაგას. თვალიდან ყურზე, ყურიდან თვალზე. ეს ორივე კარგია, როგორც სპორტსმენი, მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი. აამუშავე, გააცოცხლე. ნუ ხარ ხეიბარი, გააცოცხლე, მარცხენა, იმუშავე მარცხენათი. როცა მოკრივე მარცხენა ხელი არის მკვდარი, ეს მარტო ისე ასა დაგამარცხებს ორივე ხელით მომუშავე. ხო, უნდა იცოდე რა, ეს ყველაფერი ყველაზე მაგარი ეგ არის, აფლობდე ამას. ისევია ჩვენი ინტელექტუალური მუშაობაც რა. თვალი, ყური, გამიგე და აგერ ბიბლია ისეა დაწერილი, რომ ხვდები ახლა რატო უჭერთ ბიბლიის ისა? ეგ კითხვას არ ექვემდებარება თვალი, მოსმენას ექვემდებარება. არ გიფიქრეთ ამაზე? აბა გადახედეთ და მართლაც რო წაიკითხავს, არაფერი არ ახსოვს. იმიტომ რომ ყურს უნდა მიუგდო. მანდედან ღმერთი გელაპარაკება ამ ფორმით. და მასეა დაწერილი ეგ. და ვერ მოყვები რა, ისაიას სიუჟეტს ვერ მოყვები. მოყევი აბა? ერემიას სიუჟეტი მოყევი. აბა აბდია იქნებეს, ამოსი, აბა მოყევით სიუჟეტი. და როცა უკვე ისმენ, როცა სმენით შემოვიდა მოყვები. ხო. და გაშერა რა ტიპები კითხვა რო დაისვა, აბა შეგიძლია რა მოყვე ამაზე? არა, ვერ მოყვება, აი იბოდიალებს. ხო. სხვანაირად არის დაწერილი ეგა. რწმენა მოსმენისაგან არის. ხვდებით, მოსმენისაგან. ეს მოსმენა ღმერთის სიტყვისაგან არის. ვიღაცა იტყვის სად ლაპარაკობს, აი ამ ფორმით ლაპარაკობს. ისეა დაწერილი. და მხატვრული ლიტერატურა კიდე
ეს ხატულ ლიტერატურა სხვანაირი რაღაცა არის, ეს სახეები, რაღაც მთელი რიგი რაღაცები, სიუჟეტები, უფრო არსებობს ძალიან დაბალი დონის ხატულ ლიტერატურა, საშუალო და მაღალი ინტელექტუალური, ხო, რომელიც უფრო რთული ასახმელი არის, ხო? ცნებები შედის, ჭვრეტები შედის, ფილოსოფიური, ხო, ფაქტურად თომას მანი ფილოსოფოსობს ლიტერატურით, რო იცოდათ. ეს არ არის ისეთი მხატვრული ნაწარმოებები და ისეთი მწერალი სიტყვის, როგორც არის თქვათ რუსული სივრცეში ტოლსტოი. არა, ეს ფილოსოფოსია. მისი მთელი შემოქმედება არის ფილოსოფია. ლიტერატურა გამოიყენა ფილოსოფიაში ვერ შევიდა ცნებები ისე არის და აი ამ მიჯნაზე დგას კამიგე. თავიდან ბოლომდე ეს მხატვრული ლიტერატურა არ არის. ფილოსოფიური ლიტერატურაა. ხო, ესე იგი სიბრძნის ძიება რა. და აი ამ გასაყარზე არის რა, ირჩევს ფორმას ლიტერატურას და აი ამ სათქმელს გადამოცემს ამ ხატული ხერხების მეშვეობით მის სათქმელი კი აუცილებლად უნდა მოუძებნო რა ფილოსოფიური საფუძველი დებს ამის უკან, რა არის, რას გვეუბნება და ხმარობს სიმბოლოებს და ინტელექტუალურ არაფერი მასთან შემთხვევითი არ არის, სუტვინთ არის გაკეთებული და ფილოსოფოსს ხო ეგრე ჭრეტავს და ხატვარი და პოეტი როგორ ინტუიციით ურახუნებს, სულ ინტუიციით მეტის. იმან გაგებაში არ არის დაწერა. ხო, მიუხედავად ამისა, თომას მანმა ვითომ იცოდა, მაგრამ უფრო მეტი იცოდა ლიტერატურას ცოდნა, როცა მისი ბუდემროპები გაარჩია, ისე რომ საერთოდ დარჩა მწერალი რა. მაგაზე არც მიფიქრე თუ ესეთი რამეები აქვს კიდევ რა. ხო, ეს ფათაშორის გავერთეთ მე მგონი ამ ლიტერატურებს. ხო, მე თავ შევიკავებ ახლა მაგაზე, რომ არ მინდა შენ ზედმეტად ჩემი ისენი ქონდეს წარმოდგენები თავში. მე მინდა შენც აქტიურო და მე რა თქმა უნდა 23-მდე თუ გაქვს დავილაპარაკებთ კიდე. იცით რა არის თავარი მიზეზი, ბოდიშვილთი ბატონორის და შეგაწყვეტნეთ. კი, რა თქმა უნდა, 23-მდე მაქვს და ბოლოს რაც ვთქვით, სიამოვნებით მოვისმენ თქვენ აზრსაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და იცით რა არის იმ მიზეზებთან ერთად კიდევ ერთი მთავარი მიზანი, რატომაც აი ეს კონკრეტული ბოლოს წინა ჯემალ ქარჩხაძის გმური არ წავიკითხე ისე რომ ეხლა მზად ვიყო. არის ის რომ ამ საგანში მე ძალიან კარგი ქულები მაქვს და ძირითადი ყურადღება გადავიტანე იმ საგნებზე, რომლებშიც ცოტა მოვიკოჭლებდი და იმათ უფრო მეტი დრო დავუთმე რა და თან ხო, სწორია. არა, სწორია, პრინციპში სწორია, იმათ მეტი დრო უნდა დავუთმო. ეს კიდე გაავარჯიშებს, ეს ლიტერატურა დაშვებული როა როგორც საგანი, ეგ არის ტვინს გასავარჯიშებელი. ხო, და სწორიც არის, ხო. ძალიან ისე ზედაპირულად უფრო ხო, ამიტომ რომ თქვენ ხომ არ გამოხვალთ ლიტერატურათმცოდნეები და ფილოლოგები. ამიტომ თქვათ რომ მშრალი არ იყოს ეს გამოგადგებათ, როგორც აი თქვათ ზოგადი რაღაც პოლიტოლოგია და ძირითადად საგანი სხვა არის. ეს მოიცავს იმას, ხო? და სწორია კი მიდგომა. იმაზე გაამახვილა ყურადღება. ეს კიდე დამხმარე საშუალება არის, რომ ცოტა ისეთი მოქნილი იყო მეტყველებაში და სიტყვებს ძებნა არ დაუწყო, გამიგე? თორე ისე ვის რა თუნდა ახლა ჯემალ ხარჯაძე მდგომი ვინ მოგთხოვს მაგას, ვის რა შემაკათუნდა, ხო? გეთილია. ეხ ძირითადი საგნები არის აი პოლიტიკის მეცნიერების შესავალი, სოციოლოგია და აი ამაში რადგან ცოტა მოვიკოჭლებდი, ხო, მინდოდა რომ სემინარები აღმედგინა და ეს სოფლიო ლიტერატურა თანამედროვე რომანი არჩევითი საგანი არის და ამიტომ ხო, ძირითადად მაინც სოციოლოგია, პოლიტიკის აზრის ისტორია და მეტყველება და ეტიკეტი. ახლა შემდეგი სემესტრიდან ვიწყებ ეტიკეტი, ესეთი საგანია ეტიკეტი და ნეტარას ვისწავლი, მაინტერესებს. ეთილი სპარტაკი ჩემოდა. სპარტაკ გახსოვს ჯემალ ქარჩხაძე მდგომური ჩვენ რა ვიცი შენთან ველაპარაკეთ მაშინ თბილისში. გახსოვს ეგ? დიდად არ ჯემალ ქარჩხაძე არ მახსოვს იმართლა გითხრათ. გამარჯობათ მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ნუ ახლა ისენი მახსოვს კარგად ვიცი. ჭილაძეები და ახლა ეგენი კი, მაგრამ სიმართლე გითხრათ არა, ეგ არ ვიცი. ჩვენ მაშინ უფრო ვიცილავდით ხოლმე მარკესებს და უფრო ჰერმან ჰესე და ისენი იყო რა. თქვენი გარჩეული ისენი რაც მახსოვს და ქართული ლიტერატურა. ეგამ დაამთავრა მარკესის შემდგომი რომანის აუდიო ვერსია წაკითხვა, აკრთვა ასაჭირო, დამთავრებულია მონტაჟი ყველაფერი. შემოდგომის პატრიარქი. ვისაც არა გაქვთ ან წაკითხული, ან მოსმენელი წაკითხული სხვისი. კარგია რა, მოусმენთ ხო ესეთ რაღაცებს, როცა გზაში ხართ და საათობით გაჩერებული ხართ. აი მაშინ გამოიყენეთ ხოლმე, ან როცა დაწევხართ და არ გეძინებათ ღამე და რაღაც. აი ესეთი დრო გამოიყენეთ მაგისთვის. დროის გადანაწილება ერთ-ერთი ის არის,
სიბრძნე არის მეგობრებო, დრო ადვილი გასანაწილებელი არ არის რა პრიორიტეტებს რასაც ძლევ დროში, როგორ უნდა გამოიყენო დრო, სად უნდა გამოიყენო რაში და შეავსო, თორე ჩვენ ცხოვრება ძალიან ესეთი მოკლევადიანი არის და მასალა კი უამრავია დედამიწაზე და რა არის ესეთი ღირებული, რომ მე სული არ დავიბინძურო. ხო, თავარი რა თქმა უნდა საფუძველი ყველაფერი ამისის ფუნდამენტი არის ბიბლია. ღმერთის სიტყვა ფუნდამენტი. მაგაზე აშენებული მე ყოფიერების სხვა ფორმები. თუ ეს ფუნდამენტი არ არის, ეს ყოფიერების ფორმები დაგენგრევათ. ან წინააღმდეგობებით იქნებით სავსე და არაფერი არ გამოგადგებათ. თან კიდე იქით რომ გადახვალთ, გადასulis დროს ყველაფერი ეს შენობა ინგრევა და ფუნდამენტი მიყვება. საფუძველი რაც არის გაყვება. ხო, მარკესი ხო დავდეთ ახლა დაიდება შემოდგომის პატრიარქი და შეგიძლიათ ეგეც გაიცნოთ. ხო, ეს დიქტატურაზე რო არის და თუ არა გაქვს წაკითხული, მოусმინეთ მაინც. მე კიდე რაღაცას კიდე დავდებთ და ასე ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ეხლა მყარი სეზონი დაიწყო, ხო იცი, ივნისი, ივლისი, აგვისტო პოლიტიკური ტემპერატურა დაიწყებს და მყარი სეზონია საქართველოში, შემოდგომამდე არაფერი არ იქნება. არც რა წინა უკან სიარულიც ახლა რა ვიცი რამდენ სივლიანი მაქსი ცხეში მოიმატეს სიცხეები გრადუსით ივლისი, აგვისტო, თბილისი როგორც იქნება ცოტა განიტვირთება რა. ხო, თან ამას ხელს უწყობს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ერთდროულად 3 ქვეყანაში რო არის ამერიკა, კანადა, მექსიკა და ამითაც დააკავებენ ჯოგს, ჯოგი ხო უნდა დააკავა. და ის ფინალი იცით ხო, ორმა ფეხბურთელმა რო იმას შტანგას ააცილა, ეხლა ის ძვირადღირებული ფეხბურთელი რო კარს ააცილებს, ახლა ეჭვი არ გამოთქვა, რომ ჩაწყობილია ამ ფული რო იდება ბევრი. შეიძლება ფეხბურთელმა, რომელიც 10-დან 9 სპარტაკეთს მელაპარაკებოდა, 10-დან 9 შტანგას ურტყავენ რო ვარჯიშობენო და კაცო ძვირადღირებული ფეხბურთელმა ორმა კარებს ააცილა. ლონდონის არსენალზე ალაპარაკე. ახლა ეს რამდენად დასაჯერებელია რა, რა ცოტა მიჭირს ეს დავიჯერო. მაგიტომ არის განხილული რო არ ფეხბურთის ყურები, ჯერ რა თამაში იყო. ხო, მე რაღაცა იქ ხაკურა საწყალმა ქართველმა და ის გამოიმუშავა პენალი, ხო, არ საძლებდნენ პასებს. რატომღაც ეტყობი ეს კაცი არ ევასებათ, არ ვიცი რატომ, რასაც ვამჩნევ მე. არ აძლევენ ამ პასებს, არა. თვითონ წამოიღო ეს ისა, თვითონ ირბინა და თვითონ გამოიმუშავა პენალი და გადატყავული ქონდა ფეხები რა, ეტყობა ამის არის და ამის ამ პენლის წყალობით ამ ქართველის გათანაბრდა. მე ეს გათანაბრება უკვე ადვილია უკვე გათანაბრებაში თუ რა არები დაირეკა იქიდან მაფიოზებიც ხო ჩართული არიან ფინანსური მაფიოზები და ეს ვინც აწყობს მაგებას და ყველაზე მაგარი არის ვერ დაამტკიცებ პენლების დარტყმას. ამას ვერ დაამტკიცებთ რა. და არ შეიძლება ერთი დაგერეკო და გაძლევ რაღაცა ერთი თქვათ რამდენი 100 მილიონს გაძლევ და აცილე. სიტყვაზე ვიძახი. კაცი რომელსაც არის ის ფული სად გადაყაროს. არა ვაცილებ, როგორ ფიქრობთ, 100 მილიონი კი არა 50 მილიონი 10 მილიონიც რომ მითხრა. ამის დედა არ ვატირე კიდე. ბიჭო, ორმა ფეხბურთელმა ზედიზედ შტანგას მეკარეს მაინც მოარტყი. ისე დაარტყი მაინც რომ აიღოს მეკარემ, ესეთი რამე უფრო ისა რომ მეკარემ აიღო. და ამხელა კარს ააცილე 11 მეტრიანი ფეხბურთელმა კაცო. რომელიც ძვირადღირებული ხარ? სპარტაკ რა სიტყვი? ხო, რა თქმა უნდა, ახლა ამას ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ნამდვილად ძალიან საეჭვო არის. თან განსაკუთრებით იმ პირველმა რო დაარტყა რა. რა ვიცი, ხლის რა დარტყმული პენალტი იყო, ვერ გავიგე, გავიდა, გაიქცა ხო? მერე გაჩერდა რაღაც იქ ფეხების ფართხული დაიწყო და ააცილა კარს და მე ვიცი რომ ახლა თან ორივე ძალიან პროფესიონალები არიან და ეგენ კაი ფეხბურთელები არიან. არ ვიცი ახლა თვითონ გონი 40-50 მილიონიც აღირს და ბიჭო კარს როგორ აცილებ რა ხო მე ვიცი რომ მაგალითად აი კარგი პროფესიონალები ვინც არიან 10-დან მაგალითად აი 7 შტანგას გაარტყავენ რო ეტყვი რა აი ერთი 30 მეტრიდან რა იმიტომ რომ ახლა მთელი ცხოვრება ბურთს იმაშვრებიან ხო და შეუძლიათ რა და შენ ესე დაარტყი და მეკარემაც კი ვერ აგიღო ბოლოს და ბოლოს ძლიერი დაარტყი რა კუთხეში და იმას ქენი ხო ახლა კი ეს შეიძლება ახლა ესე ვიღაცამ თქვას რომ ახლა შენ ეგრე ლაპარაკობ არა მე ლაპარაკობ იმიტომ რომ ამდენი ფული აი უხდი კაც 30 მილიონს და უცბად კარს ააცილა ბურთი არ ვიცი ახლა მე მაგალითად ალბათ დავითხოვდი რა იმ წამსვე ვეტყოდი აღარ დაგინახო თუმცა კონტრაქტებია ახლა ეს ადვილად ვერ დაითხო მაგრამ
ნამდვილად რაღაც საეჭო იმებს იმაშვრება და სხვადასხვა მსაჯიც ხო ეტყობოდა რომ იმ PSG-ის მხარეზე იყო რა. ამას ეტყობოდა, აი მსაჯსაც ეტყობოდა. აი მაგალითად ხო იქ ერთ-ერთი ის არსენალის მოთამაშე რომ შეცვალეს და გამოიყვანეს და რომ გავიდა ის პენალი იყო რომ წააქციეს. მე რო ჩხუბი დაიწყეს და ერთი ამბები რომ მოხდა. იქაც პენალი იყო და იმ PSG-ის იმას ეტყობოდა რომ რაღაც უფრო იმათკენ იყო რა. თუმცა რა თქმა უნდა მე ვიტყვი იმას რომ ის PSG უფრო კაი გუნდია ვიდრე არსენალი და დაუმსახურებელი არ იყო რომ ახლა რაღაცა მოიგეს თამაშითაც მაინც რაღაცით აჯობეს მაგრამ აი ბევრი რაღაცები დიახ ზუსტად ეს არის რომ ისეთ ეპოქაში შევედით დღეს რომ ყველაფერი უკვე ფული ეს პირდაპირი გაგებით მამონა მართლა აი როგორ გითხრათ რა ერთი უდიდესი კერპი გახდა სიამოვნება გამოცხადდა თანამედროვე ეპოქაში როგორც ბედნიერება ესე იგი თქვენ ხშირად დაგისვიათ კითხვა რომ აი რა ბედნიერი ხარ ვიღაც ახლა ვინც სიამოვნებებში ის გეტყვის რომ ხო რატომაც არა ვარ ბედნიერები და ეს სიამოვნებები რომ მოიპოვო ამისათვის ფულია საჭირო ხო და ნუ რაზე ლაპარაკი როცა რო უკვე სპორტსმენებმა კი არა აი პოლიტიკოსებმაც კი გაგვყიდეს ხო დღეს პოლიტიკოსები აღარ იმაშვრებიან ასე ვთქვათ ქმნიან ამინც და პოლიტიკოსები მოკლედ დღეს ბიზნესი მართავს პოლიტიკოსები არ მართავენ და ეს პოლიტიკოსებიც მოგთამულები არიან ხო ახლა მე მაგალითად აი ორი ავსტრალიის პრემიერ მინისტრიც რომ მოვიდნენ ერთს ქონდა 100 მილიონი ყოფილი ბანკიორი იყო ბიზნესმენი მე ერთი კიდე ნუ თავის სოლზე ქონდა გადაფორმებული რაღაც 50 ისენი და თქვენ კარგად იცით ხო რომ ის ბრიტანეთის ის რო იყო კამერონი ისაც მაგიში ამხილეს ოფშორზე რა საზღვარგარეთ ქვეყანა ფულები ქონდათ და საერთოდ რა ახლა გინდა ტრამპი იყოს პუტინი რაც უკვე მდიდრები არიან ხო ფაქტიურად ეგენი აღარ არიან პოლიტიკოსები პოლიტიკოსს რო ახლა ამდენი ფული გაქვს და ესა გაქვს და გაიყიდნენ ხო დღეს ყველაფერი გაყიდული არის და რა თქმა უნდა რასაც თქვენ ბრძანებთ ეგ სრულიად მოსალოდნელია ახლა ესე იგი ჩვენ შემოგვედავებიან რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავამტკიცებთ ამათ ახლა საბუთებითა და იმეებით მაგრამ რატომაც არა აი იმიტომ რომ ძალიან ეჭვს აღძრავს აი ესეთი ისენი რა და რაც ყველაფერი მე დაეცა ხო ამ ფაკეთა რომ აი ყველაფერი ხარისხია დაცემული ხო ბატონო აი საერთოდ არსენალს დაცვა ძლიერი ყავს ისე რომ იცოდე ხო მაგის დაცვის გარღვევა ეგრე ადვილი არ არის ვერც გაარღვევდნენ რომ არა რაღაცა ის ვითომ ჯარიმა არ ვიცი ახლა ის ჯარიმა შეიძლება იყოს შეიძლება არ იყოს მაგრამ თვითონ აი ტოტალიზატორის შემოღება ამდენი ფულის დადება მონაწილეობს მანდ ბავშვი ქალი კაცი აი ყველა ქვეყნიდან თითქმის ყველა მონაწილეობს ზოგი ცხოვრობს მაგით რო იცოდეთ აი ელოდება აზარტი არის ხო 1000-ნაირი ის არის აი ვინ მოიგებს მე ბურთი როდის გავა როგორ დამთავრდება 1000-ნაირი ვარიანტებია და არავინ არ ვიცით რამდენი ფსონი რა რაოდენობის არის დადებული რამდენი 100 მილიარდი ხო იქნება არის 200-300 მილიარდი მთელი მსოფლიო რო ჩართულია თან რამდენი მონაწილეობს ტოტალიზატორში ესეც კარგია დაგვიდონ რა და იქიდან ბევრ ამას გავიგებთ და ადრე არ იყო კაცო რა ტოტალიზატორი რის ტოტალიზატორი ბილეთს აიღები დაждდებოდი სტადიონზე და ეს იყო ყველაფერი შემოსავლის წყარო ბევრისთვის ეს და ამ ბოლო დროს კიდე ეს ბოლო 20 წელიწადია აუ ესენის დავკები ისეთი არის მეტი რო არ შეიძლება ამ ინტერნეტმა უფრო გააიოლა ყველაფერი და წავიდა რა და აი ამ აქიდან ვიღებთ რა უნდა დავამტკიცო ახლა მე აცილება შეიძლება თეორიულად და ყველაფერი და დაიღალა მაგრამ პროფესიონალი აღარ ახარ მაშინ შემდა დატოვო გუნდი ესეთი თამაში როგორც ღირებული თამაში არის და ბალეშიკები არიან ოხარად ფეხბურთის ბალეშიკებს ვიძახი და არა ისა ფული მოვიგო და იმის ბალეშიკობა ამაზე დავდე და ფული უნდა მოვიგო გამიგეთ საერთოდ ფეხბურთის გაგებაში რო არ არის ადამიანები არც იცის ფეხბურთი რა წესებია და პროსტოთ აი თქვა მოარტყა რა ეს მოიგებს და მოარტყა და მოიგო და აი ჩაითრიეს ხო და ეშხი დაკარგული არის ხო განაწილება მე ამ ფულების როგორ ხდება ხო ვინ მონაწილეობს მაგემეებში იმიტომ რომ საჯირა ახლა სამართლიანობა მთელ მსოფლიოში არ არის და სპორტში სპორტში სამართლიანობა არ მესმის ეგ მოტივირებული არიან ფული როგორ იშოვონ
და მთლიანად კლუბები ქვეყანა ფული იყრება ამაში. ფეხბურთელები ღირს, რა ვიცი, წელიწადში უხდიან 50 და 100 მილიონი და ეს ფული საიდან არის? არაფერს არ ქმნიან. არაფერი არ იქნება, სპორტი ხო არაფერს არ ქმნის. ჯოგს ატყავებს ეს და მერე ბიზნესებია ჩართული, მაიკები გაიყიდება ამისი, ჯოგი კერპების მაიკებს ყიდულობს. ეს ამათაც თავში აქვს თავარდნილები და ახარჯინებენ ფულებს, მანქანებს შეტენიან 9 მილიონებს და ახლა ჯოგი ვერ იყიდეს იმ მანქანებს, ხო? ხედავთ როგორ ტრიალებს ეს ყველაფერი? ფულს გაშოვდნენ, ფულს დაგახარჯინებს, შენს გასიამოვნებს და ჯოგსაც გავატყავებთ. ყოველივე ამის მერე ახლა რა განწყობით უნდა უყურო თამაშს, როცა თავში მე ესეთი კატეგორიები მაქვს. მე ვეღარ გამამტყუნებს. აღარა ვარ მე პალეშიკი, გულშემატკივარი ამ სპორტი, ამ სახეობისა. იმიტომ რომ ძალიან გაბლაშტულები არიან ფეხბურთელები და ესენი არიან უკვე როგორ ესენი ღმერთები არიან და ამას უკვე მე ესე უყურებ, წატირ ერთი შენი რა. აგრა ეს წარაკუა ქართველი. რომელმაც რუსებმა გაზარდეს და ჟურნალისტი რომ მივიდა რუსი, მე რუსულად არ დაგელაპარაკებია უთხრა. აი ეს სწორია. აი ეს ტაშკუილე ესათო ეს ხვიჩა კვარაცხელია. რას ქვია რუსულად არ დაელაპარაკები? რას გავს ესა? შენ სპორტსმენი მარტო ქართველისა ხარ? სპორტი რა ნაციონალური იმის არის? მე ქართულ გუნდში თამაშობ. ფულს აკეთებ უცხოურ გუნდში, შეგაქვს საფრანგეთის ბიუჯეტში 30%, 45% საქართველოში არაფერი. ბიუჯეტში მაინც შემოიტანა ქართული ბიუჯეტი, საქართველოს ბიუჯეტი ტაქსაცია დაგადოს მთავრობამ. ხო, საფრანგეთში შეაქვს. თან 45% ახლა 50 მილიონს 45% რამდენი იქნება თუ 30% გადაითვალეთ? ჩვენ არაფერი, ჩვენ ისა. აი ქართველი არის რა. და აი ეს ლაწირაკი ინგლისურად ეთოხნავა იმ ტიპს რა. ამ დროს რუსები ყველაზე მეტი ფანები ყავს რუსეთში მაგას რო იცოდეთ. ახლა მე რო რუსი ვიყო და ამას მოусმედი, არ ვიტყოდი შეიძლება. ედი რა ნატრი ბუკვე, არ გაუშვებდი? რას ქვია რუსულად არ დაილაპარაკები? რა დაგიშავე? რუსეთში არ გაიზარდა ეს კაცი? ეს ფეხბურთელი საქართველოს კი არ გაზარდა. საქართველოს არ მიიღო, რუსთავში იყო, სადღაც იყო, ბათუმში მე გაუტყდა და რუსეთში წავიდა. რუსეთში თამაშობდა? კარგად, რუსებმა გაუკეთეს რეკლამა. რუსეთიდან იტალიამ შეამჩნია? აბა საქართველოსთან რა უნდა შეამჩნიო? რა არის მათ შიდა ჩემპიონატი? გინდ ყოფილა გინდა რა. და აი ეს პოლიტიკაში ქოც ფეხბურთელი გახდა. ახლა ქოც ფეხბურთელობა ეგ მაგას უბალიშიკოთ ჩვენ. არა ქოცი ხარ, ანაცი ხარ. ფეხბურთი ითამაშე და აგიმარჯოს ლაწირაკი არაფერი არ იცი, გუშინდელი ნაჭყი პარტა მოვიდა. რა უნახავმა რა ნახავ არიანში ამას. იცი ის რა გავიარეთ ჩვენ. და იცი ჟურნალისტი მივიდა მოგზაურობა უზდელად იცი რა რუსულ ენაზე არა რუსულად არ დაგელაპარაკებ. რატო? ის მაინც თქვი შედებილო რა იცი რა ენას ვერ იმას ვიზა მე კარგად არ ვიცი რუსული იცი დიპლომატიც არის დებილი ესა რა დამალე რა შენი სინაგვე ხო როგორც აი ეს რო ჩაიწურა კიდეს დვალიშვილი აქა და სტალინის დედა აგინა და რაღაცა წაივაშკაცებენ ხოლმე რა შენ საქმე ესა ხო თუ ვინცობა ესეა დაგაბეს ვიღაცამ თქვი რომ იცი რა ენას უფრთხილდები და სუფთად არ ვიცი რუსული და ენას პატივი უნდა ვცეთ და რომელ ენაზედაც უფრო შემიძლია რატო ქართულად არ ელაპარაკე შეპტარწახო შენა რატო ქართული გიტყდება ამიტომ ვერც ერთ ადამიანს პატივს ვერ აქვს რომ ქართული ენას ჩაწიხლავს და მეთოხნავება აქ გინდა რუსული იყოს გინდა ინგლისური რუსული არ ლაპარაკობ მაგრამ ქართულად ელაპარაკა რა თარგმნა სხვა არ შეიძლება აგის შენაც არ აქვს რა ინგლისურად დაილაპარაკა ესე გამომივიდა ესეც რა ჯორჯ ბაირონი კაით რა მაგის დედავატირე ამის მერე ყველაფერი ამის მერე ამაზე რა უნდა უბალეშიკოთ კაცო არ გადამრიო რა არის რა ვიწრო კაპიტალისტი ბიძინა ჯილა არის კალაძე და მომავალი ისა ის იქნება თავზე დამჯდომი ტიპი კიდე რა და ამას უკარი ტაში კიდე ახლა რა და თან ვისთან საფრანგეთი არის კლუბი არის რაღაც მილიარდელი გაგულაობს თავისთვის თავისი ისენი აქვს მილიარდელს იმას ფეხებზე კიდია ოღონდ საერთოდ იყოს გუნდი მოგებული ყველა ფულს დახარჯავს ისა ყველა ფულს არ არის იმასე რაც ეს სათავეში ჩაუდგა ზედიზე და შეარჩია იყიდეს აფრიკელები სულ ყველა რა ხალხია შეყრილი სად არის რა ფრანგები ეგენი არიან და რა ერთ ქართველს მანდრა უნდა სამუშაოზე არის გასტერბაიტერი ფეხბურთელია ძვირად ღირებო აი მე რა ქართველებს რა
რა სახელი ეხლეს? რა ისტორიაში შევა 100 წლის მერე ვინმე ესე ეცოდინება? ანტიკურ სამყაროში სპორტსმენების სახელი ვინმე მიცის? რა სპორტით გინდა თქვენ სადმე წინ წახვიდეთ? აით რა. და რა გაბრაკილები დადიან ეს ჩემისეები, ეს ტრაწაკოლები, ტრაკისჭიები. რა გაბრეკელი დადიხარ გუშინდელი ნაბოზარ ნაჩათალახარი. რა არის ეს ბიჭო? ადამიანობა შეინარჩუნეთ. ხალხი არა ხართ. და გეტირებათ რა მანდა ყველას რა. უარგისი როგორ ყველა სფეროში უარგისია ქართველი რა. რუსულად არ დაგელაპარაკე გაუსწორე ახლა იმას ანტიკა კოცებს და კოცნა ბიჭარი ხო არის? კარგი რა მის დედაო და ქართულად არ ლაპარაკობ. ხო, არ ლაპარაკა ქართულად რა. ეთყობა ქართული ენაც არ ევასება. მეგრული იცის? მეგრულად დაგელაპარაკა ჯანდაბას ნუ. არა ინგლისურად ბიჭმა ინგლისურად რა. ანჯე ტოროს კიტაროს რა ის არის. ჯორჯ ბაირონი იცის ბიჭმა რა. დავატირე მაგათი რა. არც როგორც გინდათ გამიგეთ, როგორც ბატონი გივი ჩუგუაშვილი იყოდა რა. არა რა, არ მევასება რა ეს პაკაზუხობა რა, ვქნა ეგეთი ვარ რა. ქართული ენა ვითომ ქართველობთ ამის დედავატები და სადაც გახვალთ და უკვე ისახართ რა. შე რა ვიცი რა. და სამი წლის წინანდელი ვიდეოა ბოდიშვიხტი ბატონო რეზო რუსეთში რო იყო 3 წლის თუ 3 წინახევრის წინანდელი ვიდეოა დაახლოებით და ის არის სიმღერას მღერის კულისებში რუსულად აგორკი და ეს მღერის რუსულად სიმღერას დევს ვიდეო და 3 წლის რუსულად მღეროდა და დღეს თურმე რუსულად ითქლა რაღაცა და ბოდიში ვერ დაგელაპარაკებთ და გააგზავნა ინგლისურად და ინგლისურად უპასუხა ესე რუს ჟურნალისტს წარმოიდგინეთ რა ხო აი ეგ არის რუსხეთ აი არ მომეწონა აი რომ ქართველი როა იმიტომ ვაკრიტიკებ იმიტომ რომ ჩვენი სახე უნდა კარგად წარმოადგინო რა რაშაში არის ჟურნალისტი მოვიდა პოლიტიკოსი მოვიდა მოვიდა გახარებული თო დაილაპარაკე რა მისენა საერთოდ არც ინგლისური არც რუსული ქართული რა არ შეიძლება რა იყო იცით ესე იგი როდესაც იგი რუსულ გუნდში თამაშობდა მაშინ დაიწყო კოვიდიც რა რაღაც ეგეთი პერიოდები იყო თუ კოვიდის შემდგომი პერიოდი იყო და მაგას იმ გუნდთან ხო კიდე ქონდა კონტრაქტი ქონდა კიდე და რა მოხდა რომ რა ვიცი ხლა საიდან იმას აქნეს და უბრალოდ იტალიაში რაღაც მოწონება რომ დაიმსახურა რაღაც იმას აქნეს იმ რუსებს შეეძლო თუ რა გაეშვე ეთქვა რომ 2 წელიწადი შენახ უნდა იყო კიდე არ გამოეშვათ და იმ წვრთნელმა რომელიც ერთ-ერთი კარგი წვრთნელია სლუცკი ყველაფერი გააკეთა რა და რუსებმა ყველაფერი გაუკეთეს რომ ხო კარგი მაშინ არავიშავს გაუქმდეს ეს კონტრაქტი და მაგას არც ჯარიმა არ დააკისრეს და არაფერი გამოუშვეს საქართველოში. ეს 100%-იანი არის რომ რუსებმა აი დობროე ვოლიას რო ეძახიან, კეთილინება გამოიჩინეს და არ გაადმას. ეხლა რა შეესახმება? ნებისმიერ ვარიანტში ხო, აი მე ვიტყვი ამას, აი ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ აი ფეხბურთელს ხო თუ ეხლა მართლა აი რაღაც დიდი ვიღაც მარადონა არ არის წვრთნელიც გააფუჭებს და გუნდიც გააფუჭებს რა. რითი? აი გეტყვის რომ აი კონტრაქტი გაქვს, არ გაგიშვებ, არ გათამაშებს, ჩაგიდგება ჯინში. აი რუსებს მაგალითად რომ ქონიყოთ მათ ხო აი ესეთ ძალიან ცუდი რაღაცა ქართველებზე და საერთოდ ხო აი ეს გულში რო ჩაედოთ ხო, მაგას გააფუჭებდნენ რა და სპორტი კიდე ახლა ისეთი რაღაცაა რომ დღეს ახარ ფორმაში და თუ დღეს შენ არ გამოიჩინე თავი ხო всё შენ ის ფორმა შეიძლება მთელი შენი ცხოვრება ვეღარ აღიდგინო რა ძალიან ძნელი არის ხო და უბრალოდ რა თქმა უნდა მე გეთანხმებით რომ მათ აქვს ძალიან დიდი წვლილი რომ თუნდაც ეგ დღეს აი მან თამაშობს და რომ გაუშვეს რა და აი ეს მართლა საერთოდ ვიტყვი მე ჩემ თავიდან დავიწყებ რომ ქართულ რაღაც იმას ჩვენ გვახასიათებს რომ აი რა არის ცით ვიყვარს როგორ იცი აი გცა ადამიანმა პატივი და ხო არაფერი თითქოს მეკუთვნოდა რა ეს დიახაც უნდა ეცა პატივი და ცოტა ხოლმე აი მაშინ მართლაც არის რა ეხლა თუნდაც ეს მე გინა რუსეთუმად ჩამთვალონ ვინც არ უნდა მაგინონ ყველაფერი რა თქმა უნდა ეხლა არ გამიხარდება მაგრამ მე მაგალითად საქართველოში ხო გეფიცებით აი თუნდაც რუსებს რო გინება დაუწყეს ხო მე ნამდვილად არ მომეწონა ჩვენი ერი აი რუსი ერი არ იმსახურებდა ჩვენგან რომ აი ესე იგინებინათ რუსეთთვის და აი ვაფშე მთელი ისენი ამასინათ მე ვნახე Facebook-მა ამოაგდო იქ რუსებს სადღაც არის გუდაურიათ სადღაც არის და რო ეჩხუბებიან რომ ეს რუსული ისო ფლაგიო რა რაც არის ხო დროშა რატო გაქვსო სამკლაურზეო რა აი ეჩხუბებო პირდა არიციო რომ თქვენ ოკუპანტები ხართო და
დამჯერეთ რომ ეხლა მასეთ რაღაცას ასია თუ ისე იყო, მოდი ვთქვათ რომ ღმერთმა ჩვენ ეგ ხალხი იმას გვიქნა დაგვახმარა ხო მაინც და ბევრი პოზიტიურიც იყო იმაში რომ ჩვენ მართლაც გადავრჩით როგორც ერი აქ რუსების დამსახურებაც იყო რაღაცა იყო რა ეს ტყუილად ხო არ დაგვახმარა რა როცა რომ მართლაც აი პირდაპირ გაგებთ ეს ძალიან ბევრჯერ უკვე აღუნიშნია ბატონეზოსაც და სხვებსაც ეს ფაქტები იყო რომ აი სხვები უფრო კაცრები იყვნენ ჩვენს მიმართ უფრო აი როგორი გითხრათ რა მართლაც აი არაფერს არ ინდობდნენ ისე გვეპყრებოდნენ და რუსი არ იყო ეგეთი აი ბოლოს განსაკუთრებით რუსი არ იყო ისეთი ჩაგვრელი როგორც ირანელი იყო ეს თუ რა ვიცი სელჩუკი თუ ვინც იყვნენ რა ხო ეს ფაქტი არის რა და აქედან მართლაც არის რა ცოტა აი ეს ვახასიათებს რა თქმა უნდა ყველას არა მაგრამ აი ეს არ შეიძლება რა ესე ცოტა ის არის რა ვიცი ვიტყვი აი ეს მინდა და მეთქვა რა ბატონო ეს ბოდიშით უმადურობა ერთი სიტყვა შეიძლება ჩავატიოთ ეგ უმადურია ქართველი და უმადურობა ღმერთს არ მოწონს და დაიჯება ერი დღესდღეობით საქართველოს როგორც ასეთი არც რუსებთან არის არც ამერიკელებთან არც მართლა არ არის არავისთან არ მე გითხარით გადაგდებული ერი ვართ ჩაგვაბონეს ხროვას ეს არის ტანჯულა თორე რუსებთან ახლა კიდე არა უშავს თუ ვართ ბოლო რაღაცა და დამოუკიდებლობაზე მაინც მივაწვევით ხო არა ვართ ამ რუსებთან არ გჯერათ ხალხო როდის გაიგებთ ამას რა არანაირი რუსებთან არ ვართ იმათ ფეხებზე კიდე ვართ ჩვენ ასე არც გვაგინებენ და არც იჭაჭებიან უბრალოდ ტერიტორიაზე სხვა ტრულად განწყობილი რუსებიც მიმართ ტრულად განწყობილი ჯარი აი კაცი აგონება არ დავინახო მეტი არაფერი და ამას ასრულებენ იმიტომ კი არ რუსებს უსწორებენ ახლა ეს გამოიწვევს ალიაკოც და ეს მდიდარი ქართველები უნდა აიყაროს მანდედან და მანდ ფესვები აქვს ყველა გამდგარი ხვდებით საქართველოს რუსეთს მოწყვეტილია არ აგჯერათ კაცო როდის გაიგებთ ამას პოლიტიკური საქართველოს რუსებთან საქმე არა აქვს არა აგერ აი ის დაიჭირეს ვერა ხედავთ რა ფოკუსიობა აი ეს Google Batter ცხილაძე ეს ვიქტორ ცხილაძის შვილი არის ვიქტორ ცხილაძე ზვიადისტი და ის თარგმნელი გერმანიდან რაღაცა მე მგონი ბოლოს მაგან თარგმნა ხო ვიქტორ ცხილაძე ის აი ეს შოპენჰაუერი თუ არ ცდები თუ არა და დამიზუსტეთ მე ხოდა ეს ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო ვიქტორ ცხილაძე ზვიადისთან ერთად იმის შვილი არის ეს გულბაათ ცხილაძე რომელიც არც მალავდა აბსოლუტურად არაფერს თავის კეთილგანწყობას რუსების მიმართ და პუტინმა დროშაც გადასცა ამას წინებზე იქა და რა ადგეს ამებმა და აგენტობისთვის დაიჭირეს ქოცებმა დაიჭირეს ეხლა მითხარით თუ ეს აგენტია რომ აგენტი რანაირად არის აგენტი ტელევიზიაში არის არ მალავს არაფერს არც ინტერვიუზე არ ვარ კი დავდივარ ბიზნესი მაქვს პუტინთან კეთილგანწყობილი აგენტები იძახდნენ რომ მე აგენტი ვარო ან კიდე რა უნდა მიიტანოს ამ ცხილაძემ რა უნდა რა საიდუმლო აქვს საქართველოს მეცნიერებაში ლიტერატურაში ხელოვნებაში მოიპაროს და რუსეთს გადასცეს აი გადასარევია პირდაპირ ხო აიყვანეს ეს მასთან ერთად კიდე მეორე ჩიხლაძე გონი ხო აიყვანეს ხო ორმაგი აგენტურობა ირანთან და იმათ რაღაც აი გაგიჟდებით რა ქვეყანაა ისე რა ამერიკელებს უსწორებენ რა ამით უნდა ბიძინას ახლა დაიბრუნოს ისა და ამერიკის პოზიციაც ვერ გავიგე ამ ქართველების მიმართ მე ნატოსთან ურთიერთობა ამათ გაწყვეტილი ნამდვილად არა აქვთ არა აქვთ გაწყვეტილი ამას ქართველებს არა რაღაცა ფოკუსი ყოფენ აქ რაღაცა უაზროთ ხო და ვერ გაიგებ რასაწვევია ეს ქართველი არც ევროპასთან არ არის არც მოდი ვთქვათ ამერიკასთან არ არის არც რუსეთთან არ არის მაგრამ არის რა თავისთვის არის რა მთელი უბედურება ეს არის ამ მოცემულ სიტუაციაში საქართველოს სახელმწიფოს მართავს ხროვა და აბსოლუტურად თავნება ხროვა არის ერთადერთი მოცემულობაა რა ერთადერთი რაღაც სიგნალი თუ რაღაცა მაგ ტერიტორიაზე სხვა ბაზები ნატოსი იქნება თუ კატოსი თუ გრიშასი არ იყოს ამას ხო ასრულებენ ეგ სააკაშვილმა შეასრულა არა თუ აი ეგ პრემიერ-მინისტრი ახლანდელმა ხო დანარჩენი კი ესე იგი ეტეხიათ რა აი ეს არის ჩვენი ტრაგედია ჩვენი რა მოსახლეობის ტრაგედია რა არის მოსახლეობის ტრაგედია მდგომარეობის იმაში რომ დამსჯელად ქართველებს ღმერთმა მოულინა ქართველები მორჩა დაირბიეთ ახლა სამართალზე და ხო რიგში დგას ხალხი სტრასბურგში რუსეთში ვეღარ წახვალთ სულ არ აინტერესებთ რუსებს არ ვაინტერესებთ მაგათ არა
არა, რაც უნდა აგერ ტერიტორია აფხაზეთ და ოსეთის მფარველად მოგვევლინა და ტერიტორია ტექნიკურად ირიბი გზით დაიატა. მაგ ტერიტორიაზე რომ არც აფხაზი ყოფილიყო და არც ოსი თავისი ავტონომიებით, ეს არ შემოვიდოდა ვარიანტი არ არის. მაშინ პირდაპირ უნდა დაიპყრო ერი რა. და ახლა გიჟები კი არ არიან ქართველები სათავეში, კაი ფული აქვთ, კაი რაღაც, ახლა რუსებთან საქმე დაიჭირონ. სადმა შეეტენო. არა, ბიზნეს ურთიერთობები იყიდე-გაყიდე მოდის. იყიდე-გაყიდე იმათაც საწყობთ. რა ვიყიდო, რა მოყიდო. მოყიდე, მე მომყიდე, ეგეთი რამე არის. ამის იქით ეგენი არსად არ მიდიან. არ ერევიან არაფერში რა. ტყუილე ეტენება მჟავანაძე რუსებს. სასაცილოა რა, დაჯდება სუფრაზე და აი ჭიქებს სვამთ. რიგითი რუსი გასაგები ახლა ჭიქას დალებს და ყველაფერი. პოლიტიკოსებს არა აქვთ ურთიერთობა. არ უნდათ არა. რუსეთის პოლიტიკოსებს საქართველოს პოლიტიკოსები აღარ აინტერესებთ. მაგრამ კონტროლზე ვარი არ ვთქვათ სამხრეთ კავკასია. ამას აკონტროლებთ მთლიანად აგერ აი ახლა ვნახოთ აი ფაშინიანი 7 ივნისი აგერ მოვა. აგერ ვნახოთ 30% აქ ახლა ამ წუთში ფაშინიანს. ფაშინიანის არჩევა და მთლიანად შეიძლება რაღაცა გახურებები არ გამოურიცხოთ რა. თუ ეს აირჩევა. კარაპეტიანი მილიარდელი ერთი სომეხი ბიძინაც უნდა ჩასვან იქა. ვნახოთ დავა თუ არა ეს დაგსაქსულობა იქაც. ზუსტად იგივე ხელწერა არის. და ახლა მაგაფსონი ამერიკელებმა და იმებმა სომხებს ეტატეს. საქართველოს არ გაუმართლათ. ხო, საქართველოს ფსონი არც რუსებს აქვს დადებული, არც ჩვენ მიგვატოვეს. ეხლა ესენი მხაკურობენ ხანიქით და მე ამას განვიხილავ როგორც საჯელს მოსახლეობისა. და ყველაზე კაი დამჯელი ახლა ქართველისთვის ქართველი უნდა იყოს, არიცით? ნუ გამონაკლისი არის თურქები მოდიოდნენ და თუმცა მართლაც მოსახლეობას აწიოკებდნენ ის თურქებიც. შეეკრებოდნენ მთავრობა და ხოშიანად იყო. ირანს შეეკრებოდა თავადები და მოსახლეობას ტყავს აწერობდნენ რა. ახლა დაადასტურა მაგი იმის მარტყოფისა და იმის ომა გიორგი სააკაძე რო შემოვიდა, არ დაადასტურა. ესენი მაგრად იყვნენ ხო? ქართველები ეგეთი ტიპები არიან. თუ მაგათ რამე ემუქრებათ სათავეში, შეეკრება ყველა და მონღოლის ის არისო ნაცვალი მან და მეფე თუ რა. თუ მე ვიყავი იქ. ასე რომ დღესდღეობით, უფრო უარესი მდგომარეობა მოსახლეობისთვის, აი რიგითი მოსახლეობისთვის ეს მთავრობა არის საშინელება რა. ამას ჯობია გვმართავდეს სხვა რა. არ გადამრიოთ ახლა იდეოლოგია აღარა აქვს რუსებს, მარქსიზმი, ლენინი და ამის გულისთვის ხოცავდეს ჩვენ, ვინ არ არის მარქსისტი, სულ ერთია რუსი იქნება, ქართველი ყველა ციხეში. აღარა აქვს რუსებს ეს იდეოლოგია. და გაკაპიტალისტენ კომუნისტები, რუსი კომუნისტები გაკაპიტალისტენ. ფული სადიშოვება იმათაც ეგრე აქვს ტვინი მოხარშული. ფული სად არის უკრაინას დავეცეთ, რატო სხვამ წაიღოს. და აი ეს ომია, არც სამამულო ომია, მან და არაფერი არ არის ტერიტორიაზე. ომი იმიტომ არის, რომ ტერიტორია სიმდიდრე არის. ტერიტორია სიმდიდრე არის, მეგობრებო, სიმდიდრე. ყველანაირი ტერიტორია, თუნდაც ქვები იყოს სულ. და მეთომეტეს უკრაინის ტერიტორია მდიდარია. აი ამისთვის არის ომი და არა ის ახლა იგე დენაციფიკაცია და გახურებები კიდე რა. ვინ გეკითხება იგე უკრაინელი უკრაინას ხმარობს თუ ისა. აბერთი საქართველოს სიმდიდრე იყოს ისე დონეზე. მანდ რა ამბავი ატყდება, იცით? სამაგიეროდ რა შემოვიდა და 20%-ზე აი აფხაზეთსა და ოსეთის გამო ეს სიმდიდრე წაიღო რა. და გამორიცხული ეს დაბრუნდეს ჩვენ ტერიტორია. გამორიცხულია. ვერ გაიგეთ რომ ეს არ დაბრუნდება არასოდეს. არა, ეს ადამიანურ დონეზე ეს არც ამერიკა დაგიბრუნებთ ამას, არც ევროპა, არც უკრაინამ რო რუსეთს დედაუტიროს და სულ წავი გააძროს, უკრაინა დაგვიყუროს მე თავიდან ბოლომდე. ადამიანის ბუნება შეეგაწევს. აბა უკრაინელი ვინ არის რო? რუსეთი რო დაამარცხოს საქართველოს, ვაფშე დაიპყრობს უკრაინა. და ალბათ იქნება ესე ჯობია თუ ერთი კი ვიცი რომ ქართველს არ შეუძლია მართოს თავის ქვეყანა. და სხვა ახლა ამაზე მეტად როგორ აგვაწიოკებ და აღარ არის ახლა მე-17 საუკუნე ხვლებით მოდიოდეს ხო? არა მეგობრებო, არა ნახეთ რა ხდება. ამათი სასამართლოა, ამათია ყველაფერი, ამათი ფულები არის. ბიჭო, რა კანონები აქვს, გავგიჟდი რა. ზიგი ნაღდი ფულის გაჩერება სახში საქართველოში მოსულა, უბრალოდ უნდა დააფიქსირო რა, პარლამენტის წევრია თუ რაღაცა გამიგე, რაც ეს შეცდომა რო დაუშვა ღარიბაშვილმა. იმას კი არ იძახიან ეს როგორ არის რა, ბანკში რატო არიდება? ხედავთ, კანონში წერია, რომ ეგ შეგიძლია ნაღდი ფულის გაჩერება, აქ ჩვენთან ეგ არ შეიძლება. 5 მილიონი სახში ვარიანტი არ არის, ამას აი შეიყრი უკან.
ეს ბანკიდან ხდება, იცი, ვერაფერს ვერ იყიდი ამითი. ხო, აი მილიონი გაქვს, ამ მილიონით შენ იყიდეს აი ისა გამოიზოგავრა საჭმელს და მარკეტში კი. ხო, მაგრამ სახლი იყიდო, მანქანა იყიდო, რაღაცა და დიდი კაპიტალი უნდა, ამას შენ ვერ წარმოაჩენ. გეტყვიან, სახლში რატო გაქვს? წადა უმტკიც ახლა რომ ეს სახლში ვაგროვებ, ბანკირი ვარ. მართლაც რო აგროვებდე სახლში და ბანკში არ კონდეს. არა გაქვს ამის უფლება. ხო, არიპარავ, არაფერი უნდა ბანკში უნდა იყოს ეს. ხო, მე უნდა ვატრიალო ეგა და აქედან შენ 2 კაპიკი შენ და დანარჩენი მე. აი ეს არის ამ ქვეყანაში. საქართველოში კიდე მილიონერები როზიან პარლამენტის წევრები. სახლში აქვთ ნაღდი ფულები რა. ამას არ მალავენ კაცო, უნდა აჩვენონ ახლა იმაში. აჩვენო, თქვათ, როცა ავსებ ამ დეკლარაციას, ხო? ხედავთ რა ქვეყანაა ეგა? და რატო უნდა გქონდეს? აი 7 მილიონი რატო არ დატო ღარიბაშვილმა იმ ბიუჯეტში? ეს ხო ჭირდება ხალხს გამე ატრიალონ. და წარმოიდგინეთ ახლა რამდენი არის მილიონერი საქართველოში და ნაღდი ფული აქვს სახლში. ხებით? სპეციფიკური ქვეყანაა საქართველო რა. არა ეგ ქვეყანა რა ქვეყანაა? ხროვა არის სათავეში 24,000 კაცი არის აი მაგრა რო ცხოვრობს საქართველოში რა. აი მაგრა რა, აი არაფერი არ ეხება. მე ერთმანეთში აქვთ ხოლმე რაღაც რაზმორკები გამიგეთ. და მოსახლეობას უთხრეს აი დაახვე წადი რა. თუ არ გინდა წადი. თუ გინდა ეგდე აქ. არჩევანი გაქვს, ეგდე აქ თავი დამანებ. და ესე დიდხანს იქნება სახელმწიფო. და ახლა კიდე ეს ტაშკუილა ფეხბურთელებიც გვაკლდა კიდე ახლა დასავლეთი ფულს გამოატანს დაგაჯდება თავზე მანდა და ახლა ამას უკარიტაში ვინმე როგორც ფეხბურთელი ახსოვთ კახიკალაძე უკვე გინება ხო არის კახიკალაძეს არაკეთებს ფულებს და გაიხსენეთ ქართველია მილანში თამაშობს არ გახსოვთ ეგ პერიოდი ხო და სულ დავიწყდათ ეგ რო ფეხბურთელი იყო სულ ფეხებზე კიდიათ ახლა უყურებენ რომ ეს გამტყავებელი არის გამტყავებელი კალაძე. აი ეგ იქნება ეგ ბიჭიც ეგ იქნება. ცოტა ხან დაელოდეთ და თქვენ თვითონ ირჩევთ ამ საჯელებს და მე ვერ გავიგე ბავშვები ხართ, რა გიხარიათ, მე ვერ გავიგე. რატო არ დგას საკითხი ესე რომ გარეთ გასული ფეხბურთელები იქნება თუ ფულის გამკეთებლები, მოქალაქე რო ხარ, ვალდებული ხარ საქართველოს ბიუჯეტში შეიტანოთ ტაქსაცია. 30%-ია თუ 20%. არ შეაქვს ამას რა. არავის არ შეაქვს. არადა ჩვენ გვყავს გარეთ გასული ხალხი ფულს რაკეთებენ ფეხბურთელებიდან დაწყებული სპორტსმენები ვინც არიან. გაგვაგებინოს ვინმე იქნება მე შეიძლება იქნება მომაწოდოთ რამეს იხდიან. მე აპრიორი ვიცი რომ არ გადაიხდიან არაფერს. იმიტომ რომ იხდიან საფრანგეთში მაგას და არჩევანი რო იყო საფრანგეთს უხდის და საფრანგეთს ეგაწყობს ახლა აქ ჩემთან არის და შენ გიხადო ეგრეს არ არის. და ასეთ კაცს ტას რატო უკრავთ მეთქი ვერაფრით ვერ გავიგე რა ახლა ეგ მდიდრდება და თქვენ რა ჭკუა მაინც კონდეს მადლობა მაინც გაგიხადოთ გესიყვარულოთ მაინც რაღაცა ქველმოქმედება მაინც გააკეთოს უპატრონო ხალხს ერთი კორპუსი აუგეს არა ტაძრებში ჩადო ფული ამ ჩემალამ ერთი რაღაცა 1 მილიონით საკმარისი არის ერთი კორპუსი დაუდგე უსახკაროებს და შეყარე მანდა რა არა იცი რა რუსები აღარ უნდა ტრაცა კოლა რა რაც ხელია რა აი რაც ხელია ფეხბურთელი კი არა ჯერ პირველ რიგში ადამიანობა თუ ვერ დავინახე გავკარი ფეხბურთელობასაც შენ ლიტერატურა ყველაფერს ჯერ ადამიანი ხარ ადამიანი თუ არა ხარ რა თმინდა შენი ბერბექიობანა რამე შეგიძლია რო რა იწყალი 2 წიგნით ცხოვრებაში წაკითხული აქვს სკოლა დამთავრებული აქვს არა ხო აი ბურთია თავიდან ბოლომდე და საქართველოს სტადიონი იქნება მაგისთვისაც კახიკალაძის ხო თბილისის სტადიონია საჭიდაო ხალიჩა პარლამენტის ის არის შენობა იმისთვის მოჭიდავეებისთვის და ის სტადიონის ბოდიშ მოვიხდი აი ჩაგიჭრებით ხოლმე ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ ახლა მომივიდა აი მაგ ხრივ ხო აფრიკელებმაც კი რო გაგვასწრა რა აი დავიფიქრებ თუ გინდათ და რავი შემდგომში შეიძლება მოვიძებნო აი ძალიან ბევრი აფრიკელი ფეხბურთელია რომლებიც რო აი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ თავის ქვეყანაში რომ აი სიღარებიდან და რაღაციდან როგორღაც ამოიყვანონ აი ხალხი რა ვინც არიან აი ბავშვები გაჭირვებულები და აი მილიონებს ხარჯავენ რა მართლაც აი ჩადიან ავანტყოფები რა აშენები რაღაც იმასრებიან
მე ერთი არ მინახია, აი ერთი არ ვერავნახეთ, ხო? აი გინაც ფეხბურთელები ვიღაცა რომ იმას თუნდაც ეხლა ეს საწყლები რო არიან იქ და შვილებისთვის რაღაც წამალი რო უნდათ, ბიჭო, ამდენი რო იმას ქენით, ხო, შეიკრიბეთ რა, რამდენი ეხლა ქართველი ფეხბურთელი აკეთებს, ხო, მართლაც იმ ფულს არა? რაღაცა გააკეთეთ რა, მართლა რაღაც იმას ქენით. აბსოლუტურად არავის თავში არ მოსდის რა, ეგ. აუ რა ვიცი, არც მოვაც, მარტაკ, ეგა მაგაზია ლაპარაკი, ბიჭო, ხელოვნებაში ჩადე, თეატრში ჩადე, რაღაცა გააკეთე, ბიჭო, ამერიკის ისტორია არიციან? რაც მინდა ეხლა იმ ბურთი გაიტანე და უიდი გაათვალი სახელი გაიტანეს ეხლა. ეკონომიკა რა დღეში არის? ბიჭო, ბრაზილიაც გადაურიცხა მილიარდი ბიძინას ვაჟიშვილმა, ვითომ ახლა თვითონ აკეთებდეს ამ ფულს. და მანდ არ არის ხალხი, ყველაფერი არის, მდგარია კაცო ხელოვნება. კინო აღარ არის რა მაგის დედავატირეთო. საწყალი რეჟისორები როგორ არიან, როგორ ცხოვრობს თეატრის მსახიობები, რაღაცაში მეცენატობა არ გაუგიათ? არ ვიცი რა, 100 მილიონი ქონდეს და 1 მილიონი არ გაიტანო, მაგისთვის რა ქართველი ხარ? რა ჯანდაბათ მინდა საფრანგეთის ბიუჯეტში რო შეგაკ 45% ფული. საქართველოში რამე შემოგაკ? რაღაცა გამიგე, ტაძრები აუშენ ამ გამოსირებულებს რა. ტაძრებში დევკიდე ამ მღვდლების ის მინდა კიდე გაჯეჯილება. იმიტომ რომ ეგეც თავზე დააჯდება საქართველოს რო შემოვლენ სპორტსმენები. პარლამენტში ხალხი არ აყრია. ქოც ფეხბურთელიღა გვაკლდა რა. არ წაიღეს ტვინი, ქოც შტანგისტი ყავს, ქოც მოჭიდავი არის, ქოც ფეხბურთელებიც არიან. დააჯექით თქვენ და დაში უკარი თამაც რა. როდის გაგვეხსენება ისე გონება რა. როდის გაგვეხსენება მაგის და სპორტსმენიც კაია, ხელოვანიც ყველაფერი, მაგრამ საერთოში რამე წვლილი შემოგააკ. არა, იცი რა არის, აი ქართველები გაგვიცნეს, რა გაგვიცნეს? რა გაგვიცნეს რა მერე? რას ვაკეთებთ? ბატონო. და ის აქ სომეხი საქართველოში სალანძღავი სიტყვაა და ამ დროს მახსენდება შარ აზნაურის ისტორია, რომელმაც ხელა საქმე გააკეთა. ეგ მაიმდენი რაღაცები გააკეთა, არა. ეგეთი რამე ქართველს აი სპარტაკის თქმის არ იყოს, ნამდვილად არც მე ვიცი. ვერც მე დავასახელებ მეცენად ქართველს რა. რა ავიდა იმუშა და ჩადო რა ქართული იმაში რაღაცა ან აშენა რაღაცა, იქ რაღაცა თეატრში ჩადო, იქ ჩადო რაღაცა რეჟისორებში რაღაცა რა არ შეიძლება რომ თეატრი არ მოკვდეს. ბიჭო, გერმანელებმა ფილოსოფია რო არ მომკვდარიყო, ფილოსოფიის კათედრის დამფინანსებელი და დამსპონსორებელი არის მერსედესი. წარმოიდგინეთ რომ ეს აზროვნება რო არ დაიკარგოს, ხო იცით რომ ბერძნების მერე გერმანელები არიან რა ფილოსოფიაში. რომ არ მოკვდეს ეს ფაკულტეტი და ხალხმა საერთოდ ხელი არ ჩაიქნიოს. ბიჭო, რაღაცაში ხო უნდა მიბაძო ვიღაცას ხო? არა ძუნწია ქართველი, მაგარი ძუნწია რა. 7 მილიონი ამოუღეს $1 ღარიბებში. ბეჭო 1 მილიონი ვერ ჩადე რაღაცა თეატრში, ხელოვნებაში, კინოში, ლიტერატურაში, თარგმნელობაში, ახალგაზრდა ჯგუფში შეკარი, კაი თარგმანი, მთელი მსოფლიოს ყველაფერი ქართულ ენაზე, არ შეიძლება ქართულ ენაზე იყოს ეს ყველაფერი? რა ჯანდაბათ მინდა 51 მილიონერი, რომელიც სად აქვს ეს ფულები? დავჯდეთ და უყუროთ ახლა რა მეჯღანუაშვილებს, ხო? არა, ამათ არაფერი არ ჭირდებათ. სუფრაზე არიან ქართველები, არც ქართული კინო უნდათ, არც ქართული ლიტერატურა, არაფერი არ უნდათ რა. ისე სადღეგრძელოები. ვაქოთ და ვადიდოთ ახლა ვიღაცა სადღაც ფულს უკეთებს ფრანგებს და იტალიელებს რა. მე პირადად მაგას ვემიჯნები ხა. ქოც სპორტსმენი მაკვდა კიდე ერთი რა. არა, რა არის შით კიდე რომ რა ვიცი ხან არსენა გვასწავლაში და ხარა არ გვასწავლეს რომ დიდარს ართმევდნენ და ღარიბს აძლევდნენ და. ჯო აი დიდარს ახლა ხო უპოვოს მან იმას რა ქვია ღარიბაშვილს და კიდე სხვა რამდენი ფულები ამოუღეს და ის ფულები მაინც მიეცით იმ ღარიბებს რა უყვეს ახლა 7 მილიონი ახლა აი ვისთან მივიდა რა ვიცი რა იმას აქნეს ახლა ჯო ეგ ფული მაინც დაერიგებინათ აი პირდაპირ გაგებდი და ეთქვათ რომ აი ახლა მოდი ახლა ეს და აი ბავშვებს მივცეთ იქ რაღაც წამლებია ისენია ახლა არის ხო ქვეყანაში ყოველთვის გაჭირვებული იქნება არის და ყოველთვის შეიძლება რა ახლა არ არსებობს ესეთი ქვეყანა რომ ვიღაცას დახმარება არ სჭირდებოდეს რა და ხო აი რა ვიცი აი მე პირადად მაგალითად ვაღიარებ ჩემს რომ ქართველი თუ ესეთი ძუნწი იყო ნამდვილად არ მეგონა რა აი მე ამას ნამდვილად ვიძახი რა აი როგორც გინდა ისე გამიგეთ და ძალიან მიკვირს ახლა მაგალითად როდესაც არის ხო ბატონ რეზო მან ახლა ფეხბურთელებიდან ხო ძალიან ბევრ მაგარ ფულებს აკეთებენ რა აი მამარდაშვილი როა კვარაცხელია როა კიდე სხვები თამაშობენ სხვადასხვა გუნდებში და კარგ ფულებს აკეთებენ. აი თუნდაც ხო ახლა თითოეულმა რო ადგეს და 1-50,000 ჩამოდი რა. რამდენი უკვე 10 კაცი ის უკვე რამდენი ფული გროვდება ხო? არა ეგ აი 100%-იანი ვიცი რომ არავის ტვინში არ მოუვა ეგ არა. აპიქს ვერ გააგდებინებ დამიჯერე, მაგიტომ ვარ ჩვენ დაწყევლილი ერი და
რო კითხო ბიჭო ქრისტიანები არა მღვდლებს იცოცხლე ტაძრები აუშენეს ეგ როგორ არის ეს პირდაპირ უნდა ჩადო მაგაში წილები ეს არა მე პოლიტიკაში მოვლენ სპორტსმენები სულ მალე სულ სპორტსმენები დაგვაჯდება თავზე ამდენ ხო გააქვს ეს სპორტსმენებით და გონიერი ხალხი გამოყარეს ბიჭო ვითომ კაი რამე დაიწყო ბიზინა ივანიშვილმა თავის ცოლის ის რო იყო რაღაცა რადიო იმას რო დაანებეს თავი აღდგენები თეატრი რადიო თეატრი ისცენირება ხალხი დააკავე ორი კაპიკი მიეცე ამის დედავატირე ისწავლეს ეგეც გამომადგებად ყბილად ქართველის დონე ამაღლდება მეტყველებაში არაფერი რა არაფერი არის აი ფული ვაკეთოთ სულ ერთია როგორ აგიზდებით ისე რა მაგის დედავატირე არც ხლა მე ძალიან გული მაქვს გატეხილი რა ამ დიდრები არ გამაგონოთ რა ეს დიდრები ეს ბარახლო ხალხია რა ეს ჩხარიტაშით გამდიდრებულები და ბარიგობით გამდიდრებული ხალხის დედავატირე და ეს სპორტსმენს რა ჭკუა მოთხოვო ხლა თავის მაგრად ბურთიავი ამას პატარა ნაბიჯვარს რა მოთხოვო თავში არაფერი არ უყურია აი უნახავ არა ნახავ გაღლეტილი სოფლელი ბიჭი უცებ გახდა მილიონერი გამიგე და პირველი რასაც აკეთებ შენებულობაში ჩადო ფული რა არა რა. ასტრაფოს რამდენჯერ ყოფილა ბატონო ბოდიშს ვიხდი აი ბოლო ჯერ ღამე აღარ შეგაწყენთ რამდენჯერ ყოფილა კაცო შემთხვევა რა ვიცი იმ დღეს მაგალითად იმ დღეს რა ამას წინებზე მამა ჩემი ცუდად რო იყო რა ვიცი 1 საათი და საათ ნახევარი საათი და 10 წუთი ეს ჩვეულებრივი დროა რომ ელოდოს ასტრაფოს საქართველოში აბა იმიტომ რომ ძლივს მოდის ხო ყოფილი ესე იგი ეგ დაბრკოლება არის კი იმიტომ რომ გადატენილი თუ არის მანქანებით ის ხო არ გადმოფრინდება კაცო ისეც გაბარიტები აქვს იმ მანქანას ხო კი იქნება ეს ამ დროს როცა საბჭოურ პერიოდში 10 წუთში მოდიოდა რა 10-5 წუთში ლიწილიწინით მოდიოდა მაშინ არ იყო რა მანქანების ასეთი რაოდენობა მოსახლეობა არ იყო ამდენი შენობები არ იყო მარტო მშენებლობა მიდის და ხლა ყველგან სახლი ჩადგეს და რა ვიცი რასაპირებენ არის ძალიან ცუდი მდგომარეობა ესე იცი აქედან რო უყურებ ხო აი ეს გამოსავალიც არ ჩანს ხო რა ვიცი აი როგორ არის ინერციით ცხოვრება მიდის და არ ფიქრობენ მომავალზე ცოტა ხო უნდა გაიხედო ცოტა აი თქვა 5 წლიანი მომავალი არ თქვა ახლა 100 წლიანი 5 წლიანი არის რაღაცა დაგეგმარება აუცილებელია ქალაქს დაგეგმარება არ აქვს აი უაზროდ სახლების მშენებლობა მიდის და ეს ხალხიც როგორ არის აი არ ფიქრობენ თავარია მანქანა იყიდო და კი არ ფიქრობ რომ ამ მანქანით ვეღარ გადაიო ვეღარ ივლი რა და ამათეთ ამას ტაქსები თბილისში შენ ომარ ბატონო რაც მოიტანე სტატისტიკა მანქანებში რა შედის მოსამსახურე მანქანებიც კერძო თუ რა შედის მათ მთლიანობაში ქალაქ თბილისში რამდენია მანქანა სატრანსპორტო საშუალება მაინტერესებს ავტობუსები ტაქსები და კერძო მანქანები რამდენია ხო აი ეს იყო მონაცემი ყველაფერი რაც მოძრაობს რა თბილისში იყო 800.000 აი ყოველდღიურად რაც მოძრაობს იყო 800.000 მანქანა ხო და აქედან გამომდინარე იყო რომ 24.000 საპარკინგო ადგილიაო რა ეს ძალიან დიდი პრობლემაა და აი რაც შეეხება კონკრეტულად რამდენია იქიდან პირობითად ტაქსი ან რაღაცა ეს მე არ ვიცი მაგრამ ერთხელ ჩავატარეთ ესეთი ერთხელ რამდენიმეჯერ გამიკეთებია რომ გავჩერებულ ვარ ესე და დამითვლია მაგალითად 100 მანქანამ გამოიარა და იქიდან რამდენია ტაქსი. ოღონდ ტაქსი რომელსაც ადგას ნიშანი რომ ის ტაქსია, მაგრამ ისეთი შეიძლება იყოს რომ არ გავდეს ტაქსს, არამედ არ დგას რომ ტაქსია, არც ფერით იყოს ტაქსი, არამედ აპლიკაციით მუშაობდეს. ანუ ეგეთი გამომრჩა ჩათვალეთ და ეგეთი ბევრია, მაგას ვერ გავიგებ ხო სალონში ვერ შეუვარდები, მაგრამ აი ესე რომ ვიხედებოდი 100 მანქანიდან რა ვიცი 40-45 ნახევარი თითქმის ტაქსი მოდის. ოღონდ იმ ნახევარშიც რომელიც ტაქსის ნიშანი არ ქონდა, შეიძლება რომელიღაცა ტაქსი ყოფილიყო აპლიკაციაზე. და ძალიან ბევრი იქნება რა თქმა უნდა. კონკრეტულად ამ 800.000-ში ეს დაყოფილი არ იყო, მაგრამ ერთ ვიდეოს ვუსმინე და ის იყო განიხილავდნენ ამ პრობლემას და იქ თქვეს რომ 800.000 მანქანა და 24.000 საპარკინგო ადგილიო და იცი რაზე საუბრობდნენ ბატონო რეზო კომერციული დანიშნულებით როგორ შეიძლება ბიზნესმენებმა ფული ჩადონ საპარკინგო ადგილებში. ანუ ეხლა მაგას ფიქრობენ რა. რომ აი სართულები რო არის ჩინეთში თუ არ ვიცი რა არის, მოკლედ მაგაზე ლაპარაკობდნენ. ხო აი შენობაში შეიძლება უკვე ესეთი შენობა დადგეს ეს სართულებით მანქანები რო დგას ეგეთი რამე შეიძლება მაგრამ რა ვიცი ეგ როგორ გაკეთდება და საერთოდ ეგ გამოსავალი არ არის ეგ პირიქით უფრო გაზდის მანქანების რაოდენობას ქალაქში და პრობლემა უფრო გაიზრდება ყველა ვარიანტში რა ხედავთ როგორი მდგომარეობაა ჩემო კარგებო მოგესალმებით ყველას გორშიც იგივე მდგომარეობაა აი ეს 2 წელია რაც ბუმია აი ჩემი ოჯახის წევრებიც აღნიშნავენ რომ ასეთი მოძრაობა არავის არასდროს არ ყოფილა გორში
ფაქტიურად საცობებიც კი არის ხოლმე გორში. აი შუა დღის პერიოდში, როცა სამსახურებიდან გამოდიან, ძალიან გადატვირთულია მოძრაობა. თან ისიც უწყობს ხელს, რომ უკვე ჩვენთან ანუ ისე ძალიან ხშირად არ იყო ხოლმე, რომ ქალები საჭეზე არ იჯდნენ. გორი მაინც ახლა რეგიონული ქალაქია და უფრო კაცები გადაადგილდებოდნენ და ახლა რა თქმა უნდა გაიზარდა მანქანების რაოდენობაც. ყველა ყიდულობს ოჯახში ზოგს 3-4 მანქანაც ყავს. და ეს იწვევს უკვე საცობებს გორშიც. ხედავთ იგივე პრობლემა არის. მთლიანობაში სტატისტიკა გვაქვს, ომარ საქართველოში რამდენი არის მანქანა. და აგერ გორში კიდე რამდენი. მთლიანად საქართველოში რამდენი მანქანა იქნება? იქნება ალბათ 2 მილიონამდე მანქანა უნდა იყოს. 1,5 მილიონი თავისუფლად იქნება. იქნება თავისუფლად იქნება. ხო, ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებები იგულისხმება, თქვა, ავტობუსები, ყველაფერი ხო არის რა. და მთლიანად ეს მოწამლავს ახლა ამ საჰაერო იმას მოწამლავს რა თუნდაც მაგას ლაპარაკი. ვერადავერ დაარეგულირეს ეს ხედავთ. მთავრობასაც როგორ უყურებს ამას, ანერები არ შეიძლება თქმა. კაია გაგატარე ერთხელ, მაგრამ მთლიანობაში შენ იმ ქალაქში ცხოვრობ, სადაც პრობლემები არის. იმ ქალაქის თავი ხარ, სადაც პრობლემები არის და ეს რა სიამოვნებას ანიჭებს ახლა ქალაქის მერს, ხო, კახი კალაძეს აი ეს მდგომარეობა, რასაც ახლა თქვენ აღწერთ. აი ამაზე არ ფიქრობენ ეგენი? მაგათთვის საქართველოს ეს არის პარლამენტის შენობა, მანქანა და სახლი. ეგ არის საქართველოს მაგათთვის. ბატონო? ბატონო, გესმით ჩემი? მცხეთა გადატვირთულია, აქეთ წამოვიდა ხალხი და ისეთი ამბავია საშინელება აქეთაც. ნატახტარში ვერ გაივლით, ისეთი საცობია. და რუსთავშიც იგივე მდგომარეობაა, რუსთავშიც, აი საშინელი მდგომარეობაა. და ეს რატოა გამოწვეული იცი გეტყვით. კომუნისტების დროს იყო ავტობუსები, რომელიც გადაადგილდებოდა თავისი საათების შესაბამისად, ხო? ხალხს გადაიყვანდა ქალაქში სოფლების დამაკავშირებელი ავტობუსები იყო, ეს არ არის, საერთოდ მოშლილია ეს. ადრე იყო წლების წინ მახსოვს მარშრუტკები, რომლებიც დადიოდნენ, ჩემთვის ადვილი იყო, ჩამოვიდოდი გზაზე, მარშრუტკა მოვიდოდა, დავჯდებო, ეხლა არ არის ეს ტრანსპორტიც აღარ არის. იშვიათი რამე მოძრაობს და ამიტომ ხალხს ხომ უნდა გადაადგილება, რა ყველა ხომ მანქანით ვერ ივლის ან იშვიათი. იძულებული არიან, რომ ეს დანგრეული მანქანები როგორღაც იყიდონ, რომ ამით ადვილად გადაადგილდნენ. და ეს აი ამიტომ გამოიწვია ეს ამდენი მანქანები. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ტრანსპორტი არ არის, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება რა. ეს საერთოდ მოშლილია ეს სისტემა, საერთოდ. და მარშრუტკა ისეთი საშინელია, მარშრუტკაში ვერ ეტევა, აი ცოტა ადამიანი ეტევა იმ მარშრუტკაში. მე ვეღარ აჩერებენ, იმიტომ რომ ავიდნენ და ხალხი არის გაჩერებული ქუჩაში, ვერ ადის, იმიტომ რომ სავსე მოდის მარშრუტკა და არ აჩერებს. სოფლები ესეა რა, ეს გარშემო თბილისის მიმდებარე სოფლებზე მაქვს მე საუბარი და ეხლა შორის სოფლები, რომლებიც არის, ისინი ხო საერთოდ ჩაკეტილები არიან, იმიტომ მოედინებიან ქალაქში ხალხი, რომ აი ისინი საერთოდ მოწყვეტილები არიან. მოწყვეტილები არიან სამყაროს რა ისინი. აი ესეთი საშინელი, იმიტომ არის დიდ ისეთ სოფლებში სიღარიბე, მაგიტო რომ არ არის ტრანსპორტი, არ არის არაფერი. და იძულებულები არიან დატოვონ, მიატოვონ ის მდებარეობა, ან კიდე სახლი, იყიდონ მანქანა, იმიტომ რომ ადვილად გადაადგილდნენ სამუშაოში. ეს მანქანები რატო უნდათ, იცი? რომ იმუშაონ, წავიდნენ სამუშაოზე, მოვიდნენ. ამიტომ ყიდიან ისინი, აი დავაკვირდი რა ამ ხალხს, რომ რატომ სჭირდებათ მანქანები. თან ის უბრალო აი დაძველებული მანქანები, რომ როგორღაც გადაადგილდნენ. აი ეს არის, ამას არ ვიცი ხა, სატრანსპორტო ის უნდა სპეციალური შემუშავება რაიონები, რომ დააკავშირონ და გაძვირდა. მოგზაურობაც მოიმატა ფასმა, ისეთი 2 ნახევარს ვიხდიდი ხოლმე, ეხლა 3 გახდა ერთი ადამიანი და 6 ლარი გინდა, წადი, წამოდი და შიდა ტრანსპორტი კიდე სხვა არის, ხო? ჩემიდან ასე ღირს და იქიდან 4 ღირს დუშეთიდან, უკვე ჟინვალიდან, ესეთი. თქვენ ახლა მანდიდან მელაპარაკებით, მისაქციელიდან? კი, მისაქციელიდან გესაუბრებით.
და ესე ძალიან ცუდი მდგომარეობაა ტრანსპორტთან დაკავშირებით რა, ცუდი მდგომარეობა არის. ესე არ იყო ადრე. თითქოს სააკაშვილის დროს რაღაც გამოსწორდა, იყო ავტობუსები დაინიშნა, მაგრამ მერე ნენელა საერთოდ არ არის ავტობუსი. დიდუბე ისევ ის დიდუბია ბატონო რეზო, აი საშინელებაა დიდუბეში ყოფნა. მერე ეს ტრანსპორტი მარშრუტკა რო გაივსება დიდუბეში რომ უნდა წავიდე. აი არა ამ საათზე უნდა გავიდეთ. გავსილია და იმ დროს ელოდება, მაინც იმ დროს ელოდება უნდა გავიდეს. არა და გავსილია ვერ ადის ხალხი. იმიტომ რომ რა 11 ადამიანი, 17 ადამიანი დასენ. ფეხზე დგანან, აი ფეხზე დამდგარო არ ხშირად მარშრუტკაში, რომ როგორმე ამოსულიყავი აქამდე. აი ესეთი ის და მე იძულებული ვარ ხოლმე ზოგჯერ რომ მანქანა გამოიყვანოს და თუნდაც წამიყვანოს, როცა აუცილებლად მჭირდება, თორე ისე არც დავდივარ, არც მჭირდება მე ტრანსპორტი, მაგრამ ხო არის პერიოდ რაღაც მომენტი, რომ აუცილებლად უნდა წავიდე და იმეზარება ხოლმე რა გასვლა უკვე მაგის გამო. ნუ ახლა გადაადგილება თუ პრობლემებთან არის ახლა დაკავშირებული, რაღაცა ჭირო არის გადაადგილება, იძულებული ხარ გაჩერდე. პრობლემა იცით რა არის? მანქანები კი არ არის პრობლემა, პრობლემა ადამიანი არის. ახლა საქართველოს ტერიტორია მოიცავს აი ახლა დე ფაქტო არის 58,000 კვადრატული კილომეტრი. ხო, ეს დანარჩენი ჩამოგუჭრა, ხო? მიუხედავად ამისა, მოსახლეობის 60% ერთ ქალაქში ცხოვრობს. და აი რო გავშალოთ, პირველ რიგში უნდა გაიშალოს ადამიანები. დაუბრუნდეს ადამიანები თავიანთ საცხოვრებელი მიდამოებს და ათვისებული იქნას საქართველოს ყველა ტერიტორია. აბა მარტო ახლა თბილისში ვაქოთ საქართველოს ტყეპარკი არ იქნება სწორი. აი ინფრასტრუქტურის გატანაა საჭირო და ამას ფული ჭირდება და ტვინი ჭირდება. თორე ის ახლა ეს უფრო და უფრო პრობლემები შეიქმნება, იმიტომ რომ ახლა თუ ტრანსპორტი არ არის თქვათ დამაკავშირებელი ქალაქსა და სოფელს შორის, თბილისზე ვერ ვიტყვით მაგას. თბილისში საქალაქო ტრანსპორტი მოძრაობს ადგილობრივი, მიუხედავად ამისა, მაინც მანქანებით დადიან. ხო მუშაობს ავტობუსები, არის რა ავტობუსის გზა. ახლა ისმის თბილისის მაგალითზე მინდა თქვა, ვინც თბილისში ცხოვრობს, ხომ არის ტრანსპორტის მიწისზედა და ტრანსპორტი და არის მეტრო. მაშინ რატოღა იყენებენ საკუთარ მანქანებს ქალაქ თბილისში? თბილისზე ვიძახი. ხო თბილისიდან როცა სოფელში მიდიხარ ან რაიონში მანქანით უნდა გახვიდე. მაგრამ ადგილზე თუნდაც საბურთალოზე რო ცხოვრობს კაცი და მისი გადაადგილების რაღაცა გარკვეული პერიმეტრი არის საბურთალო ვაკე. მანქანით რატო დადეს? არ შეიძლება ფეხით გავიდეს. ხო პატარაა ქალაქი. ფეხით სიარული არ შეიძლება ადგილზე. მანქანებით რატო სარგებლობს მაგალითად ვაკიდან ფილარმონიამდე რატო უნდა იარო საკუთარი მანქანით? აი ქალაქში ვინც არის რას მეტყვის მაგას? სკოლებში, ბატონო რეზო, სკოლებში აი 200 მეტრში რო სკოლა არის ახლიდან. მშობელს, ბავშვი, ქალს მიყავს მანქანით. იმის გამო რომ ყველა მშობელმა დაინახოს რომ მანქანით მიდის. ამაზე უკვე ხუმრობები იწერება და აი 200 მეტრში მშობელს მიყავს ბავშვი სკოლაში მანქანით, კაცო, ფეხით კი არ გავა ის ბავშვი, ფეხით კი არ გაატარებს. და რაც შეეხება თვითონ სატრანსპორტო იმას, რა ქვია, აი როგორ მუშაობს ტრანსპორტი თბილისში. მე ხლა დიდი ხანი არ მგზავრია, მაგრამ ჩემი დიშვილების მონაყოლი, ჩემი მეუღლის მონაყოლი, დედაჩემის მონაყოლი, ჩემი დის მონაყოლი, ეს ერთი ის არის ავტობუსში ასვლა, რა ქვია, წვალება და ტანჯვა, იმიტომ რომ ჯერ ერთი გაჭყლეტილია, გადაჭყლეტილი ამდენი ხალხი, 18 მეტრიანი ავტობუსი რო გადაჭყლეტილი იქნება, წარმოიდგინეთ. მერე თვითონ ეს სოციუმიც, იმ დღეს კაცი ამოვიდაო, მარიამა მითხრაო. ჯერ ხო ის რა ქვია, გვერდზე მომიჯდაო, ეს ფეხი მომადოო. შემავიწროვაო რა ერთი სიტყვით მივედიო ფანჯარასთან მიმატყებაო რასაც ქვია მე ვუთხარი გამატარეო ადგომა მერჩივნა ისე ფეხზე დადგომა მერჩივნაო მე ადგაო ეს იდაყო ჩამომარტყა თავშიო არც ბოდიში მომიხადაო გავგიჟდიო მოკლედ ზოგი ამოდის ყარსო ისეთი სუნი აქვსო საერთოდ აი ზედმეტია საუბარი რაღაც ან დეოდორის ხმარებაზე ან რაღაცაზე ჭყლეტვა გადავსებული ავტობუსები გაუსაძლისია და ვიცი რა ვერ გაამტყუნებს ზოგს რომ არ ადის ავტობუსში და მირჩევნია ისევ სასოფში ვიჯდე ოღონდ ელემენტარულად ვიღაცა ზედარ გადამიაროს და რა ქვია არ აყროვდე და თავში არ ჩამწხოს იდაყვი და მოკლედ რა მაგ კუთხით ძალიან საშინელება ხდება. წარმოგიდგინეთ ახლა ბატონო რეზო საქართველოს სოციუმი ერთ 18 მეტრიან ავტობუსში შეყრილი ჩხუბები, გაწევ-გამოწევები, კონტროლიორი ამოვა, იქ ბილეთებს არ იღებენ, ეს კონტროლიორი ძველი ბიჭი,
აი, საშინელება ხდება მაგ კუთხით რა. და თქვენ კითხვაზე პირველ კითხვაზე პასუხი მშობელს 200 მეტრში ბავშვი მიყავს მანქანით, იმიტომ რომ ყველას დაანახოს რომ სახლში მანქანა ყავთ. ეგ არის უბედურება რა, 200 მეტრით რო მანქანით ისარგებლებ 200 მეტრს, ეს უკვე სხვა რაღაც არის. მოკლედ ფსიქიკასთან მივდივართ, ადამიანის კულტურასთან და შეგნებასთან და თუ არ მივედით ადამიანთან და ადამიანი რა ღირებულებების მატარებელია, მაგას ვერ გამოვასწორებთ. ეგ რაზეც ვსვლა ის მატერიაა. მატერია წამყვანი ხომ არ არის, ხო? თუმცა მარქსიზმი ამას იძახდა, მატერიით იწყებოდა ცხოვრება. ეხლა ხო ვითომ ცნობიერება არის განსაზღვრელი ყოფიერების. მაშინ რატო აღარ ამაზე რა საბოლოო ჯამში ჩვენ რას ვაკეთებთ, იცი თბილისი. აი სულ სხვა არის ქალაქ დაგეგმარება აი აქ ტორონტო. ეს სულ სხვა არის. აი ცადა დედამიწაა რა განსხვავება, რასაც ხა თქვენ მიყვებით. გაოცრებით რა, ანუ ასე ამას უფრო დიდი სივრცე აქვს, მეტი ბიუჯეტია, მეტი ის არის და სხვანაირად არის დაგეგმარება. აქ ყველაფერი აწყობილია რა. აი გამორიცხულია მანქანების. ეს პრობლემები არ არის რაც თქვენ თქვით. ყველანაირად არეგულირებენ მაღალ დონეზე ამას და ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ათვისება ხდება იმ ტერიტორიებისა, რომელიც ჯერ აუთვისებელია. ამ საქართველოში რაღაც აი პრობლემა არის და ვერ მიაგნეს ამ პრობლემას რა. ჯერ რატომ ავყარეთ მოსახლეობა და ჩამოვყარეთ ქალაქ თბილისში? ძირითადად რატომ მივატოვეთ რაიონები, სოფლები, რატო მარტო ის არის პოეზიის სფეროში დავტოვოთ ეს ჩვენი თუ ეს წილხვედრი ქვეყანა არის და პერანგების ქვეყანა არის, რო ტრაბახობენ სულ ეს მალხაზგულაშვილები და ვიღაცა ბოთე ხალხი. ბიჭო, რაში ჩანს 6 მოციქული თქვენთან ყოფილა, 100,000 მოწამე არის, რა ვიცი, ნიფხვები და პერანგები ხო წმინდანების არის. მოკლედ, მთლად წმინდა ქვეყანა არის და ამ წმინდა ქვეყანაში უწმინდურობა რატომ არის? აი იქნებ ამაზეც მითხრათ რა. ან ხელი ავიღოთ რა, არ გაღიზიანებთ ეს გაუთავებელი წმინდანობანა და ეს რაღაცა დღეობანაც ამის დღეა, იმის დღეა და ჩვენ როგორი ქვეყანა ვართ, იცი, მორწმუნეები ვართ. ნახეთ რა პრობლემია ქალაქში. წესრიგი არ არის ქალაქში. ეს არ არის, ნუ ახლა არეულობა არის ყველანაირად. რაღაცა გრაფიკი ხო უნდა შემუშავდეს, სამუშაო გრაფიკი. ყველა ერთდროს იწყებს მუშაობას ხალხო. როგორ შეიძლება სამუშაო გრაფიკი ისე უნდა ავაწყოთ, რომ არ უშლიდეთ ერთმანეთს. თავისუფლად შეიძლება მოაწესრიგოთ თუ კარგი ორგანიზატორია. მანქანებით შეიძლება რაღაც გარკვეული დრო მანქანით არ ვისარგებლო ტრანსპორტით იყოს და საკუთარი მანქანა გამოიყენებ მხოლოდ როცა დიდ დისტანციაზე მიდიხარ. ისე მოკლე მანძილებზე მეზობელმა დამინახოს მანქანისეული ეს ხო გამოშტერება არის. ბენზინით ცალკე იხარჯება. გამონაბოლქვი ხაერს წამლავს. ბიჭო, რანაირი ვერი ვარ თუ გიждები და კითხვა აქ მოდის. ეს რა ქრისტიანობაა საქართველოში? ამიხსენით რა. რანაირ ქრისტე, რომელი ქრისტე იცით? რაში გეხმარებათ ქრისტე? აი ადამიანები ნახეთ ავტობუსში ვერ დაჯდები. ხო, ნიდაყზე გირტყამენ, სუნი აყროლებული არის. ბიჭო, ეს აყროლებული ხალხი მაინც რატო არის? მე რაღაცა აი რატო არის ავტობუსები გააჭყლეტვაზე? რაშია საქმე? მე რას აკეთებს? ეს რაღაცა ბურთიაბია თავზე რა. არა, მოკლედ ქვეყანა ხო, ისე მეც მიკვირს, ცხოვრობდე იქა და ქალაქს ესე არ უფრთხილდებოდე, მაგარი რეგვენი ხარ რა. თუმცა ბიზნეს გოგო აქით არის კალიფორნიაში, ბიზნესი აქვს ყველაფერი, ბიზნეს გოგო აქ არის. კი, გასულები არიან, შვილები გარეთ აყავთ. შემდგარი არის შვილები, ყველას გარეთ აყავს. გააკაშვილიდან დაწყებული, მანდ ვინ გაჩერდება კაცო ასეთ მდგომარეობაში, ხო? ხო, ყველა ცდილობს ისეთ მოწესრიგებულ ქვეყანაში იცხოვროს, თან ამათ პრობლემა არ აქვს, ფულის, არაფლის, ენისაც, არაფერი პრობლემა არ აქვს, ხო? და გარეთ არის ყველა ხო, გავიდნენ რა, ფულები გაიტანეს, გავიდნენ. ნელ-ნელა გადიან ეგენი, ვინც მათ ფული მოხვედა. საქართველო როგორ არის, ფულის გასაკეთებელი ადგილად არის უკვე მიჩნეული თავრობისათვის და ეგ მართლაც ესე იქნება, ხო? მანდ კი აქვს რაც აქვს, ბოლო ან გაყიდიან ან რაღაცა და პარალელზე გარეთაც გადიან, აგერ აი ხაზარაძე გავიდა, სასახლე იყიდა ბრიუსელში. გახარია და ეგეც წავიდა და გერმანიაში, მაგასაც საფრანგეთში. ვინ არის რომ გარეთ არ გქონდეს რაღაცა, ხო? მანდარი და 1000 სახლი აქვს ვიღაც დეპუტატებს დღეს ლაპარაკობდნენ ერთ დეპუტატზე 10 სახლი აქვს ხო 1000 ბინა აქვს ბათუმშიც აქვს გორში თბილისი და კიდევ რომელიღაც ადგილი თქვა გადავირიე კი ნახამ რა ამა შეჯიბრებიან ერთმანეთს და რა არის ესა რა უბედ რა გჭირთ რა ქრისტიანები ხართ რაში გადგებათ ეს რწმენა ეს ქრისტიანობა რაში გადგებათ ვერაფრით ვერ გავიგეთ ვერ მოაწესრიგეთ ქვეყანა და ამ დროს კომუნისტები ათეისტურეს იმაში ყველაფერი მოწესრიგებული იყო აი გელაპარაკებით ხო იქიდან მოვდივარ ჩვენ მართლა მოწესრიგებული იყო ყველაფერი მოწესრიგებული სიმშვიდე სიწყნარე ქალაქში თბილისში ახლა როცა მე მილიონი გახდა ცოტა ისე
გადაიტვირთა ავტობუსების, თორე ისე ყველაფერი აწყობილი იყო. მეტრო ცარიელი დერიხინობდა 66-ში რო გავიდა ექსპლუატაციაში და რუსთაველამდე მირიხინობდა ცარიელი ვაგონები რო იცოდეთ. და უსებ იხულა ხალხმა და მილიონი ქალაქ თბილისი არიქა აბა მასივების მშენებლობა წავიდა. რატო დავცალეთ ქვეყანა? თუ ჩვენი ტერიტორია ნაკურთხი არის, ხონდა იყოს ათვისებული ყველა ადგილი ჩვენი. რატო არ არის ცხოვრება შესაძლებელი რაიონებში, სოფლებში, თუ ჩვენ კარგი ადგილი გვაქვს საცხოვრებლად? რატო არ ცხოვრობთ იქ? აი რა გვინდა თბილისში? არ შეიძლება მთავრობამ ეს დაგეგმოს და ტელეფონი ჩაიდოს მანდა და ყველანაირად რაღაცა მოხდეს განტვირთვა ქალაქ თბილისის ეთნო განტვირთვა. და აითვისოს ქართველების ადგილები, თორე მაგ ადგილებს მეტოებულებს არაბები და ჩინელები რო შემოვლენ ინდოელები არ აითვისებენ, ისინი ხო იცხოვრებენ. და ჩვენ სადღამივდივართ ვერ გავიგე რა. გაედინებიან და გაედიან გარეთ და მაშინ რაღაც საქართველოს საქებთ, რა ვიცი. და ასეთ ვითარებაში ახლა როცა უყურებს რეჟისორი თუ თეატრი, ვიღას უნდა თეატრი რა. აი მოკლეს ყველაფერი მკვდარია. სულ ზღაფავენ, სულ ყველაფერი მკვდარია რა. არა და ხომ ახსოვს თბილისი რა იყო რა. რა სახელმწიფო დაფიქსირდება როგორც რაღაცა არაკანონიერი და რაღაცა უპატრონო და სასწავლებლებში შეიძლება ინდოელებმა აღარ ჩამოვიდნენ და ფულის აკარგონ. ასე რომ ამიტომ არ ახმაურებენ ამას, იმიტომ რომ მე ასე მოიქცეოდე მაღალ დონეზე სახელმწიფო დონეზე ავიყვანდი ამ საქმეს, დავჯიდი ყველას და ყველაფერს უფრო მაღალ დონეზე და უფრო ვიაქტიურებდი და გავწმენდი ამას და ამ ინდოელებსაც ტყავს გავაძრობდი და დავუკავდი. ეს არის რომ ჩუმად არიან, ეს არ არის კარგი. რას ქვია ჩუმად ახარ? მე რამდენჯერ შეიძლება განცხადება შეიძლება ხო შეიტანა ამ ბიჭმა სადღაც ახლა თლათ უპატრონო ქვეყანა რო ჩამოდიხარ სასწავლებლად, ესე იგი გამართულია ქვეყანა და მატყუებ, ხო? შენი ქვეყანა არ არის სანდო, ხო? დრო ვიცხოვროთ მანდა და დანარჩენი მაგათი მოსაგვარებელი საქმეა, მაგრამ ბავშვი გარბის უკან გარბის და პოლიცია რასაკეთებს? სად არის საზოგადოება, სად არის უფლებათა დამცველები? მოკლედ ტყეში სწავლობდნენ ესენი? ამას ყველაფერს გამოიწევ. ბატონო ზო ჩავერთვები სხვათან შორის მშობლებს რომ აქეთ დაურეკავთ მე თვითონ ჯერ პირველი მცდელობა ყოფილა მშობლების რეაქცია და აქეთ რაღაცა და სასწავლებელში დაურეკავთ ნუ რაღაცა და არანაირი რეაგირება არ ყოფილა. აი ამას მინდა ხაზი გაუსვა. ხვდებით? სამართალდამცავი ორგანოებისგან არანაირი რეაგირება. და შემდგომ რო ზედა ორგანოებიდან ყოფილა ხო იქედან მთავრობიდან დარეკილი მერე გააქტიურდნენ რომ ამას მივაქციე მე ყურადღება. ის კაცი ამბობდა მამამისი შორის აი ხვდებით რა ხდებოდა, ანუ არ მიაქცევდნენ ყურადღებას, აი რომ არ ყოფილიყო რაღაც ეწოლა და მე ძმა ჩაერთო კანადიდან, ხო იყო მაგის ვიდეოები იყო კიდევ ამ ბიჭის ეს ბიჭი საუბრობდა კანადის საკმაოდ კარგი ძმა ყოლია ისეთი ეტყობოდა რა ისე უბრალო ვიღაცა აეტყობა იქ რაღაცა მან თქვენთან რაღაცა კარგ სამსახურში იქნება, იმიტომ რომ ესე იგი აფინანსებს, ანუ ძმაზე ყურადღება მე ის $6,500 გადმოურიცხავთ, ითხოვდნენ თურმე ამ ფულს, ხვდებით, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, როგორც ეს ბიჭი არ ყოფილიყო ბულინგის მსხვერპლი. ანუ ის რა არის? მიამჩნევს რომ კარგი ოჯახიდან იყო. ხო ხშირად ხდება რომ კარგი ოჯახიდან არის, თუ და რბილი ბუნჩულა ბავშვია და მაგაზე მიდის მე ეს ბულინგი მეგობრების მხრიდან, თანაკურსელების თუ ვიღაცების მხრიდან. რა არის ამას ახლა რაღაცა წინაპირობები აქვს და ნიშანი რო იყო 1-2 წაყურება არ შეიძლებოდა ძმა კანადაში ყავს რა გინოდა მაგ ხეპრე ხალხში იჯდა იქა ცალკე არ შეიძლება გადახვიდა იცხოვროს ცალკე და საერთოდ არ გაეკარო შენიანებს თუ ასეთი ბარახლო ხალხია. ხომ არ იყო რაღაცა დავალებული ესეც ან ითამაშა, ჩაითრიეს, წააგვა, გვეტყვიან ამას? ჩვენ ხო არ ვიცით, ჩვენ აფელი არ ვიცით. ყველა ხო არაფერი არ ხდება, იცი. ბულინგი ახლა თვითმიზანი ხო არ არის, აბულინგო ტიპი. ანუ ტანსაცმელს ართმევდნენო, საჭმელს ანუ ესეთი რაღაცები იყო გაჟღერებული. მშობლებს ეუბნებოდა ეს ბიჭი თურმე ურეკავდა, რომ აი ესე მეკცევიანო. საერთო იმისთვის არის არავინ არაფერი არის ის რომ არა კიო ბატონო წყნარი მშვიდი ბავშვი ყოფილა ესე იყო დახასიათებული კი ძალიან ისეთი რაღაც მოწყვლადი ხო არიან კატეგორია რომ რაღაცნაირი ისეთი ბუნჩულა არის მე მასეთი ტიპი სადმედის ვიღაცა ხარახურა ხალხში ხო უნდა მშობლებმაც უნდა იმას აქნას კონტროლზე აიყვანონ რა ახლა ხო არის ის შენ შვილი სად არის სადასვამ ამ ხარახურა ხალხში ხო
ბატონო ვერ წარმოიდგენთ როგორ ვინერვიულია და გამიცოდი პირადად მე მიუხედავად იმისა რომ ქართველია შუაშია ხო ქართველებს იცის როგორ მთელი ღამე არ მეძინე ნერვი მაგ ბავშვი ფიქრი და სახე თვალწინ მედგა რომ წარმოიდგინე როგორ უჭირდა ნეტავეთი ქართველისთვის მე ან მისი მეზობელი ყოფილიყავი ან რაღაცა ღმერთო ჩემო ვაიმე არ ვიცი რა უპატრონო არიან მართლა გამოშვებულები რა ზოგი მართლა დუბა კანადაში და კარგთა თანამდებობა კარგ სამუშაოზე საქართველოს სადუშობდე წაეყო ხელი შეწყვი კანადაში რა ვიცი ხომ მაგი რა უნდა და საქართველოში რაღაცა ალბათ დიპლომი იაფიარი და რა სიძუნწე და რამხელა რამეა რა სიძუნწე რა კანადაში თუ ძმა ყავს ფულს გიგზავნის რაღაცა სასწავლად აქაც შემოდი თუ გინდა ხო თუ არის ხო ეს სტუდენტური ვიზები და რაღაცები და რა ვიცი მოკლედ საქართველოში შეისწავლე მაინც რა ქვეყანა თან კიდე არ არის რა გამართული ქვეყანა პოლიცია არ მიაქციეს ყურადღება თორე აღიკვეთებოდა ეგ თავიდან საელჩოშიდაც ვერ მივიდა საერთოდ ჩააყენე რა ესეთი მიდის და ჩვენ ხო არ ვიცით რეალურად რა მოხდა ბატონო საქართველოშიც კიდე როგორი ხალხია ხო იცით ვისაც არ ეზარება და ვისაც ფანტაზია აქვს და ვისაც დრო აქვს ყველა იმას წერს რასაც უნდა ეხლა რა ვერსიების გაჟღერდა ღმერთს მაიცეს იქიდან რა არის მართალი რატყუილი რომელი ოღონდ კლიენტი შეიყვანონ თავიანთ საიტზე და რასაც უნდათ იმას წერენ მართალი ხარ ხო ჩვენ არაფერი არ ვიცით ესე იგი ეგ მაგათი საქმეა რეალია იცით როგორ არის რაც არის რეალური მიდიოდა აეროპორტისკენ მამას აუღია ბილეთი და მინდოდა უნდა სამშობლოში დაბრუნება ეს ხო არის ფაქტი მე ორი აზრი არ არის და ან გამოეკიდნენ იქ გზაში ეთყობა რომ მირბოდა გამოეკიდნენ და იქ რაღაცა და ამბავი და იქ მე მოკლეს და გადააგდეს ეს არის ფაქტი და ეხლა დანარჩენი უკვე მაგ ფაქტიდან რა უნდა ავაგოთ ჩვენ ვერაფერი რა მოხდა შიგ რაზე რატო გამოეკიდნენ როდის ეგ როცა რაღაცა გემუქრება რაღაცა არის რა მაგაში რა ასფლობდა რა საიდუმლო ქონდა მაგას რომ მიდიოდა ესე იგი არ უნდა და რო წასულიყო ამ ხალხს ეგ რო რაღაცა არ თქვას და ამათაც ემუქრებოდათ რაღაცა და რატო ჩააყენათ ახლა ბულინგის გულისთვის არავინ არ ფული გამოზალეს ბატონო რეზო ფული თანხა ეგეც საკითხავია რატო რანაირად რისთვის რატო ცხოვრობდა მაგ ხალხთან რატო იყვნენ ერთად თავიდან ეს რატო ხარ ერთად ძალად გაცხოვრებენ ძალკე გადადა იცხოვრე რა ვაფშე მოშორდა ინდოელებს შენ სასწაულად ჩამო როგორ არის აი ჩვენ თვითონ დავფიქრდეთ აბა ჩვენ სიტუაციაში სადღაც რომ გადასულა სხვა ადგილიდან მაგათთან და აი უცბად აზრზე შეიძლება ვერ მოხვიდე რა არის შენს თავს რა ტრია მიდო ბავშვია 23 წელიწადი ჩვენ ხო ყოფილვართ აი ვერ მოვიდა აზრზე სად მოხვდა უცბად აი რაღაცა მოხდა რაღაცა სვავებში რომლებიც მე რა რო ინდოელები არიან შეიძლება ქართველი არ გაუკეთებდა მაგას მე მგონი და აი მოხდა ესეთ სიტუაციაში და ვერ გაანალიზა და ერთადერთი განაძა მშობლებს უსწრაფ ესეთი სიტუაცია და მოკლედ მინდა დაბრუნება და მიდიოდა ხო ახლა მეტი რა უნდა ყოფილიყო ახლა მანდ ისეთი რა არ შეიძლება რომ ვიფიქროთ რომ მეტი რა უნდა მომხდარიყო და რატომ გეტყვით ეგ ბუნჩულა ბიჭი შეიძლება სრულიადაც არ ყოფილიყო ბუნჩულა შარტავაზე შევხვდი ერთ ბიჭს რომელმაც ხელში რაღაც მომცა და მე ფული მივეცი მოკლედ ცუდი რაღაც ვიყიდე და ეს ბიჭი იყო ინდოელი რომელიც ცხოვრობდა შარტავაზე რო შეგეხედათ იყო ერთი პატარა სათვალეებიანი მოცისქნული ისეთი წყნარი მშვიდი ჩანთააკიდებული სტუდენტი მაგრამ რეალურად ყიდულობდა ყიდი და მარიხუანას და შარტავაზე ვისგანაც მივედი მე ესე იგი ვინც მომცა ეს წყარო წლებიაო მაგათთან მუშაობთო ჩვენ უბრალოდ მაგათგან ვიღებთო წამალსაცო და ყველაფერსო და корпуსი აქვს აღებულიო ჰიბრიდული მოსაწევის ისენი უდგათო ყუთები უდგათო და ერთი შეხედვით თვითონ სტუდენტები არიანო მაგრამ რეალურად იმას ნარკოტიკს ყიდიანო რისი თქმა მინდა ღმერთმა იცის ეს ბიჭები ერთად იქ რატო იყვნენ რა ხდებოდა იქ მამამის რო ფული გამოძალეს თუ რა იყო შეიძლება ეს ბიჭი ჩარეული იყო თუნდაც იქ შეიძლება მე რაღაც კონფლიქტი მოხდა და არ უნდოდა რომ გაეთქვა ამ ბიჭს რაღაც ინფორმაციები და ამიტომ მოიშორეს ანუ რისი თქმა მინდა ეს ჩემი ვარაუდებია ვერ გამოვრიცხავთ ისევე როგორც იმას ვერ გამოვრიცხავთ რასაც თქვენ ამბობთ ამიტომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო აი ყველაფერი შეიძლება ბარიგაც კი იყო კაციშვილი არის ეს ხო ამის თქმა მინდოდა პატარა მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ აი ბუნჩულა ინდოელისგან როგორ ყიდულობდით მარიხუანას არა ეგ ახლა მაგაზე არ მეფიქრე მე 100%-იანია ნარკოტიკებში მან ნარკოტიკებია გარეული 100% ვეთანხმები ომარს აბსოლუტურად მართალია
ხო, მე იგივეს ვიზიარებ მეც კი, არ არის გამორიცხული ნამდვილად, ეგეც შეიძლება დაუშვათ, კი, ნამდვილად. მოკლედ რა არის გაზდეს შვილს და რა ვიცი, საცოდაობა. ხო, კარგი. ყველამ და ყველას გემშვიდობებით.